მოგესალმებით ყველას. გავაგრძელოთ ჩვენი სახარების განმარტება. დღეს ვართ მათეს სახარების მერვე თავთან მისული. განვიხილოთ ქრისტეს ძლევამოსილი საქმე. ჩვენ წინა საუბრებზე, ვინც არ იცის, მინდა მოკლედ გაგახსენოთ, განვიხილეთ ქრისტეს სახარება მთაზე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე თავები მათეს სახარების, ქრისტეს მოწაფეებისთვის სწავლება, სავალდებულო სწავლება და ნახეთ როგორ დამთავრდა წინა თავი, რომ როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვე ირდა ხალხს მისი მოძღვრება, ვინაიდან ის ასწავლიდა მათ როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობა, ხო? ჩვენ ეს ვთქვით უკვე ძალაუფლების მქონე ვისგან? ღმერთისგან. ის იყო ისეთი ვინმე, ვისაც ძალაუფლება აქვს ღმერთისგან მიცემული ამას რომ ასწავლის. ანუ მის სიტყვას ჰქონდა ეს ძალა და ასევე მის სიტყვა აწყობილი იყო ისე რომ ჩანდა რომ ის საკუთარი ძალაუფლებით ამბობს ამას. გესმით? არავის არ იმოწმებს, არც ერთ მოძღვარს არ ეყრდნობა, არამედ მე გეუბნებით ასე. თქვენ გსმენიათ ასე თქვენი მოძღვრები, მაგრამ მე გეუბნებით რომ ასე უნდა იცხოვროთ. გესმით? და ეს იყო ის თავარი რამაც გააკვირვა ხალხი მისი მსმენელი და ასევე ეს იყო რამაც მოხიბლა მისი მოსიყვარულე მოწაფეები და მონუსხა ხალხი რომ ძალაუფლება აქვს მას. მაგრამ ნახეთ როგორ ცხოვრებაში ხდება. როგორ უნდა დავამტკიცო მე რომ ძალაუფლება მაქვს? როგორ? აი მაგალითად ძალაუფლება მაგალითად აქვს მინისტრსაც, ხო? საქმე. აი ეს მაგალითად არის სწორია. ძალაუფლება აქვს მინისტრსაც მაგალითად, ხო? მაგრამ მინისტრი თუ უძრურია და ვერაფერს საქმეს ვერ აკეთებს, რა შემჭირდება მის ლამაზი საუბარი მე, ხო ასეა? კონკრეტულად ხალხ ასეთი მინისტრები რომ გადმოდგება და ლაპარაკობს ასე და ჩვენ ვიცით რომ ხეთე აქვს მაგ შეკრული და ვერაფერს ვერ გააკეთებს რეალურად, პრაქტიკულად, ხომ? აქვს მის სიტყვას ძალა? არა. ამიტომ ძალაუფლების მქონე მაცხოვარი ამთავრებს ამ სიტყვას და შემდეგ თავებში ჩვენ ხედავთ მის ძლევამოსილ საქმეებს. რომ მოწაფეებს სწამდეთ, რომ ის ვინც ამ სიტყვებს ამბობს, საქმითად შეუძლია ამისი აღსრულება. ხომ გახსოვთ ის ადგილი სახარებიდან, როდესაც ის დამბლადაცემულს ეუბნება გეპატია შვილო, შენი ცოდვები, ხო? და დამთავრებდა და წიგნობრივი გულში ფიქრობენ, ღმერთს გმობსო ესო, ვის შეუძლია ცოდვების მიტევება, ხო? რომ მოგიტევა შენი ცოდვები, როცა ვამბობ, როგორ უნდა დავამტკიცო ეს? როგორ გადავამოწმებ? ხო, ვერაფერს ვერ გადავამოწმებ. აი, როგორ გადავამოწმო მე? მაგრამ ქრისტე უნება, მე ახლა თქვენ დაგიმტკიცებთ, რომ შემიძლია ცოდვების მიტევება რითი? დამბლადაცემულს ეუბნება, ადექი, აიღე შენი საკაცე და წადი. და მართლა ადგა, აიღო საკაცე და წავიდა. ანუ მის სიტყვებს ახლავს ძალა, რომ მას შეუძლია ნამდვილად ცოდვა მიუტევოს ადამიანს. აი, ზუსტად ამას ხედავთ ჩვენ შემდეგ თავში, მათეს სახარების მერვე თავში, როგორ ძალაუფლების მქონე ამთავრებს ამ თავის მოძღვრებას, მოწაფეების მიმართ გამოდის და აჩვენებს რა ძალა აქვს მას, რადგან ის არის განკაცებული ღმერთი. და ჩვენ აი ამ თავში, მერვე თავში ხედავთ ძლევამოსილ საქმეებს. ნახეთ ქრისტეს ძალაუფლება, ხედავთ სნეულებებზე მის ძალაუფლებას, ხედავთ მოწაფეებზე მის ძალაუფლებას, ხედავთ ბუნების ძალებზე მის ძალაუფლებას და ხედავთ დემონებზე, უხილავ ძალებზე მის ძალაუფლებას. ანუ იმ ძალებზე, რომელიც ადამიანს ყველაზე მეტად მტრობს და მისი დაღუპვა უნდა, ანუ ეშმაკის ძალაუფლებაზე, ეშმაკის ბატონობაზე, როგორი ძალაუფლება აქვს მას, რომ ეშმაკი ღორშიც კი ვერ შედის თუ ნება არ მისცა ღმერთმა მას. უწმინდურ ცხოველში ღორშიც კი არ აქვს და ევედრება რომ ღორში მაინც შემიშვი. გესმით? თუ ადამიანი არ უსმენს ეშმაკს, მას არავითარი ძალაუფლება არ აქვს ადამიანზე და მის ცხოვრებაში და მის სულზე. მოდი დავიწყოთ მერვე თავის საკითხვა. პირველი საქმე. პირველი სასწაული. ეს ნახეთ თან ეს მერვე თავი არის აი მანიფესტაცია მისი ქრისტეობის.
ხო, манифестация ასე, აი საქმეზე ხდება, აი მადლის წილ რო ამბობს იოანეს პირველ თავში, ხო მოციქული, ხდება საქმეებზე, აი განუწყვეტ და იმას გვაჩვენებს და თან манифестация რომ ის ქრისტეა, ის არის ის აღთქმული მესია, ყველაფერი ის რაც წინასწარმეტყველები იყო, აღსრულდა მასზე და მასში. როდესაც ჩამოვიდა იგი მთიდან, გაჰყვა დიდძალი ხალხი. და მიუახლოვდა ერთი კეთროვანი თაყვანის 300 და უთხრა უფალო თუ გნებავს შეგიძლია განწმენდა ჩემი და გაიწოდა ხელი იესომ შეახომას და უთხრა ნებავს განიწმინდე და მყისვე განიწმინდა იგი კეთრისაგან და უთხრა მას იესომ იცოდე ნურავის ეტყვი არამედ წადი ეჩვენე მღვდელს და შეწირე შესაწირავი რომელიც დააწესა მოსემ მათთვის სამოწმებლად ხოლო როდესაც შევიდა იესო კაპერნაუმში მიუახლოვდა მას ასისთავი და ვედრებით უთხრა ეს უკვე შემდეგი სასწაული ამიტომ პირველი 4 მუხლი განვიხილოთ ეს ჯერ მოხდა კეთროვანის განწმენდა კეთროვანის განკურნება რა არის საოცარი ამ სასწაულში ბოლოს ქრისტემ ასე უგნება რომ იცოდე არავის უთხრა არამედ წადი პირდაპირ იერუსალიმში და ეჩვენე მღვდლებს რატო იმიტომ რომ მოსეს ჯულში იყო ზუსტი მითითება კეთროვანს როგორ უნდა მოექცნენ ისრაელში კეთრი ახლა დღეს მაგალითად ევროპაში და მსოფლიოში არ არის მძიმე დაავადება იმიტომ რომ ძალიან იშვიათია დღე იმიტომ რომ სნეულებებიც ხო იცვლება საუკუნეების განმავლობაში სახეს იცვლის ხო ბატონო მუტაციას აკეთებს მაგრამ იმ დროს როგორც ჩანს იმ საუკუნეებში კეთრი იყო მძიმესი და საშინელი დაავადება რა არის კეთრი კეთრს იწვევს ლეპროს როგორც მას ქვია იწვევს ბაქტერია რომელიც აზიანებს ქსოვილებს აზიანებს კუნთებს და რაც თავარია ნერვებს აზიანებს ნერვებს და შემდეგ იწვევს დამბლას იწევს სხეულების ასოების მოდუნებას სხეულისა და კანზე იწევს მისი ნიშანი კეთრის არის რომ კანი იქერცლება ესე ფუჭდება კანი იქერცლება თეთრი ხდება და ეს კეთრი ითვლებოდა თალმუდში მას იუდეველთა სწავლებაში მას ეწოდება ნელის სიკვდილი კეთრი არის ნელის სიკვდილი მაგრამ კეთრი ყველაზე ახლო კავშირში იყო ცოდვასთან, ხო? სიმბოლო კეთრის ცოდვის სიმბოლო არის კეთრი. თუ შენ ღმერთი მე ან ღმერთის საწინააღმდეგო წახვედი რამეზე შეიძლება კეთრით დაისაჯო. აი მე ეს ადგილი გაჩვენოთ მეორე რჯულის წიგში 24 თავში, როგორ აფრთხილებს მათ მოსე ღმერთისგან. ნახეთ რა შეუნება 24 თავის მეორე რჯულის 24 თავის მერვე მუხლი. არ გამორჩეთ კეთრის ნიშანი დაიცავით და გააკეთეთ ყველაფერი რაც ლევიან ღლებს უგრძანებია თქვენთვის როგორც მე ვუგრძანე მათ ეცადეთ ისე გააკეთეთ ანუ კეთრი თუ გამოჩნდა ზუსტად დაიცავით ის რაც მე გითხარით და შემდეგ გაიხსენე რა უყო უფალმა შენმა ღმერთმა მირიამს გზაში როცა ეგვიპტიდან გამოდიოდა გაიხსენე და კეთრთან დაკავშირებით გახსოვდეს მირიამს რა დაემართა. ვინ იყო მირიამი? მოსეს და ისრაელის წინამძღოლი მოსეს და იყო მირიამი და მირიამი წინასწარმეტყველადაც არის მოხსენიებული ბიბლიაში და მირიამს შემთხვა ასეთი ცოდვა და მას დაემართა კეთრი. ეს არის რიცხვთა მე-12 თავში მოთხრობილი, რომ მოსემ ქუშელი ხალი მოიყვანა ცოლად და მარიამმა და აარონმა მოსეს ძმამ ძირითადად მარიამის ცოდვა იყო ეს, აარონი აიყოლია მარიამმა, დაიწყეს მოსეს განკითხვა. და მოსე კი წერია ბიბლიაში უთვიერესი, უმორჩილესი კაცი იყო ღმერთის თვალში და აკეთებდა იმას, რასაც ღმერთი ეუბნებოდა მას. და მოსემ თუ გუშელი კაი მოიყვანა ცოლად, ესე იგი ეს მისთვის ნებადართული შეიძლებოდა ეს გააკეთებდა და მარიამმა დაიწყო განკითხვა. ჭორაობა დაიწყო ხალხში მოსეზე, რომ როგორ ეგ არის ჩვენი წინამძღოლი, მაგას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, ეგ უნდა იყოს ჩვენი წინამძღოლი, ეს მირიამმა. და კეთრი დასნეულდა მირიამი უმა. და ბანაკს გარეთ გაიყვანეს და იქ იყო, აი
იქ იყო კეთროვანი უნდა ყოფილიყო 7 დღე. ღმერთმა უთხრა მოსეს, რომ აი მამის წინაშე რომ შეურაცხყოფას ჩაიდენსო და სახეში შეაფურთხებსო მამაო შვილსო, აი ისე უნდა დაისაჯოს მირიამიო და 7 დღე გარეთ უნდა იყოს ბანაკს გარეთ და შემდეგ განიყურნება და ევედრე მოსე და შემდეგ განიყურნა და შემოიყვანეს და გავარა კეთრომ გესმით? მაგრამ აი საოცრება რა არის ბიბლიაში რომ მირიამის შემთხვევა ერთადერთია რომელიც ჩვენ ისრაელში ვიცით და მეორე იყო ნაამან სირიელი, უცხო არაისრაელი ტომელი კაცი რომელიც განიყურნა კეთრისაგან, ისიც ისრაელ არა ებრაელი. სხვა შემთხვევა ისრაელს არ ახსოვს კეთრის და ნახეთ ეს ფოტო მე მოვიტანე, ეს არის მაკეტი იერუსალიმის ტაძრის, ნახეთ აი ეს მეორე ეზო, წინა ეზო, ნახეთ ეს იყო წმინდასაც სკვერპლი იწერებოდა მის გარეთ და აი ამ ეზოს ერქვა ბედათა ეზო. აქ ებრაელი ქალებით შედიოდნენ და აი აქ ერთ-ერთი ოთახი იყო კეთროვანთა ოთახი. კეთროვანი. აი აქ ხდებოდა ყველაფერი ის, რაც აღწერილია ლევიანთა მე-14 თავში, მოსეს რჯულში. და კერძოდ რა არის აღწერილი? როგორ უნდა მოეპარან თუ ინმეს კეთრი შედგება ისრაელში, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს წესები გამოუყენებელია ისრაელში. ჯერ არ მომხდარა, რომ ვინმე ის კეთრისგან განკურნებულიყო. განა კეთროვანები რა თქმა უნდა იყვნენ ისრაელში, მაგრამ კეთრისგან ვინმე განკურნებულიყო, არ მომხდარა ეგეთი შემთხვევა. ამიტომ ისრაელში ეს წმენა ნენელა ჩამოყალიბდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მესია როცა მოვა, ქრისტე როცა მოვა, მას შეუძლია კეთროვანის განკურნება, სხვას არ არის. და მე მინდა გაშვინოთ ეს თავი მე-14 ლევიანთა, ანუ მოსეს წიგნის მე-14 თავი წერია რა უნდა გააკეთონ, როცა კეთროვანი განიკურნება. თუ დაათვალიერა, ნახეთ, ამათ ყავდათ მღვდლები, ხო, ტაძარში, და ზოგიერთი მღვდელი იყო ექიმი მღვდელი, რომელსაც სამედიცინო ცოდნა გააჩნდა ამასთან დაკავშირებით. თუ კეთრი გვიმეს გაუჩნდა, აუცილებლად მღვდელმა უნდა დაათვალიეროს, ნახოს და ბანაკს გარეთ უნდა იცხოვროს მან. ბანაკს გარეთ რას ნიშნავს? როცა ისრაელი 40 წელი მოდიოდა მომთაბარედ, მართლა ბანაკი იყო ეს, კაროების ბანაკი, ხო? და მართლა ბანაკს გარეთ იყო, მაგრამ შემდეგ ბანაკი დაერქვა თემს ქალაქს. გალავანი, სადაც შემორტყმული ჰქონდა ქალაქს, ეს იყო ბანაკი. ანუ კეთროვნები გალავანს გარეთ იჯდნენ ხოლმე, ისხდნენ ხოლმე, საწლები ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ, იმიტომ რომ ერთმანეთს ეხმარებოდნენ, აი წერია ნახსენები კიდევაც არის მიშნაში, რომ ერთმანეთს უხვევენებსო, წყრულებსო. ერთმანეთი ეხმარებოდნენ, ერთმანეთს საკუთარ ზოგს არ შეუძლიათ, თვითონ შეიხვიო წყრულიო და გალავანთან ზიანო და უხვევენ წყრულებს ერთმანეთსო და აი ესე საწლად ცხოვრობდნენ და სწამდათ რომ როცა მოვა ქრისტე, მაშიახი, ანუ ქრისტე მესია როცა მოვა, მას შეუძლია განკურნება. და აი მე გაჩვენოთ ეს ადგილი ლევიანთა მე-14 თავი, რა უნდა გააკეთონ თუ განიკურნა რომელიმე კეთროვანი. ეს იყოს რჯული კეთროვანისთვის, როცა განსაწმენდია მღვდელთან უნდა მიიყვანონ გავამღვდელი ბანაკს გარეთ, ან გალავანს გარეთ გავამღვდელი, შიგნით არ შემოიყვანს. გასინჯავს მღვდელი და თუ კეთროვანს მოურჩა კეთრის წყლული, მოატანინებს მღვდელი მას ორ ცოცხალ წმინდა ფრინველს, როგორც მსხვერპლს, კედარის ხეს, ჭიაფერ ნარდს, უსუპს და დაკლავს მღვდელი ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელთან წყაროს თავზე. ნახეთ, ორი ფრინველს მოიყვანა როგორც მსხვერპლს და ერთ ფრინველს დაკლავს აი ამ ჭურჭელზე წყაროს თავზე. ამ ჭურჭელს წყაროს თავზე ჩაასხავს ამ თიხის ჯამში, ამ ფრინველს რომელსაც დაკლავს მის სისხლსაც ჩაასხავს ამ ჯამში, შემდეგ ამ სისხლს და წყალს არეულს ამოიღებს და კეთროვანს ცხებს ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის თითზე, მარჯვენა ფეხის თითზე, როგორც განსაწმენდელ მსხვერპლის სისხლს, შემდეგ აიღებს მეორე ფრინველს, რომელიც ცოცხალია, მის ფრთას ჩააწობს ამ სისხლში, დაკლული სისხლში და გაუშვებს ზეცაში. რისი სიმბოლოა ეს? იესო ქრისტეს სიმბოლოა. გესმით? ერთი მოიკლა, ქრისტეს ხო ორი ბუნება ჰქონდა. კაცობრივი ბუნებით მოკვდა,
და როგორც ღმერთი აღდგა და მისი სისხლი, სამსხვერპლო სისხლი წაიღო ზეცაში. პავლე მოციქული ამბობს, ის სისხლი ზეცაში შეიტანა ჩვენს გადასარჩენად. ხო? გესმით? აი სიმბოლიკა ხდებით, კეთრი ცოდვის სიმბოლოა, კეთრი კლავს, ისე როგორც ცოდვა კლავს ჩვენ, ცოდვაც ხო ასე ჩდება. ჩვენ ხო ვთქვით, რომ კეთრი ესეც ჩდება, რომ გაჩნდება სხეულში სადღაც ეს ბაქტერია, ნელ-ნელა აზიანებს კუნთებს, ნერვებს, ძვლებს, ნელ-ნელა ბოლოს გამოდის კანზე და ხედავთ, რომ კეთრი აქვს ადამიანს, ხო? ცოდვაც ხო ასეა ზუსტად. აზრი გაგვიჩნდა. ეს აზრი განვითარდა, გაიზარდა, შემოგვეპარა, დავიწყეთ ცოდვის ჩადენა და ბოლოს ხედავთ, რომ მთლიანად მოკლა ამ ცოდვამ. ხო ხედავთ? აი ქრისტემ ხო აი ამ ცოდვის ძალაუფლებისგან გაგვათავისუფლა ჩვენ. და ზუსტად აი ეს სიმბოლიკა ლევიანთა წიგნში მოსეს დროს ჩაწერილია, რომ ერთი ფრინველი მოკვდებას დაიღრება მისი სისხლი, იმ სისხლს ხებენ იმას, ვინც გადარჩა. გახსოვთ, მოსეს რო გამოყავს ისრაელი იმ კრავს რო დაკლავენ, მის სისხლსაც ხებენ სახლ კარებზე და მის სისხლს როცა დაინახავს, რომ სიკვდილის ანგელოზი იქ არ მოკვდება არავინ. აი ზუსტად ისაა აქაც ნათქვამი, რომ ის სისხლი ეცხება განკურნებულს, რომ გადარჩა და ამ სისხლს ამოაწობენ მეორე ფრინველს ამოაწობენ ამ სისხლში და გაუშვებენ ზეცაში, რომ ზეცაში წაიღოს ეს სისხლი. ეს არის ქრისტეს სიმბოლიკა. ეს არის ქრისტეს მოსვლის ჯვარცმის და მისმა სისხლმა ჩვენ გადაგვარჩინა და ზეცაში აიტანა მისი სისხლი. აი ამიტომ მეუბნება, დაუკვირდით ახლა, ამიტომ მეუბნება ქრისტე განკურნებულ კეთროვანს. არავის უთხრა, ანუ ჯერ არავის უთხრა, ამას გულისხმობს. ჯერ არა პირველად წადი და გააგებინე მღვდლებს, რომ განიკურნე, რომ მათ გაიგონ, რომ მესია, რომ ქრისტე მოვიდა ისრაელში. აი ამას ეუბნება, გესმით? ამიტომ რა თქმა უნდა გაიგებდნენ ყველანი ხალხი გაიგებდა, რომ ის განიკურნა, მაგრამ პირველად რაც მოსემ იბრძანა, ის გააკეთა. ეს კი გამოვიდა ეს კეთროვანი და მოსდომ მთელ ქვეყანას, რომ ქრისტეა ის, ვინც განკურნა კეთრისაგან. ნახეთ, აი ეს კეთროვანის განკურნება არის უძლიერესი. ნახეთ, პირველად იმიტომ აღწერილი ამაში. ნახეთ, იოანეს სახარებაში თუ გახსოვთ, პირველი სასწაული რომელია მოთხრობილი? კანის. როგორ? კანას გალილეაში რომელი სასწაული? როცა წყალი ღვინოდ შეიცვალა, ხო? ეს იყო პირველი სასწაული. მაგრამ იოანეს სახარება, ჩვენ ხო ვთქვით, იოანეს სახარება ვის ეძღვნება? ქრისტეს როგორც ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას. ამიტომ ხორცილის სასწაული იმიტომ აღწერილი, რომ ღმერთი მოვიდა თავის ხორცილში. იმიტომ რომ საბრძოლო არის ისრაელი და ღმერთი მოვიდა როგორც სიძე ამ ხორცილში, ხო? აი, ნახეთ, იქ და მაგრამ აქ მათეს სახარება ვის ეძღვნება? როგორც მეფეს. ამიტომაც აქ ამ სასწაულით იწყებს მათე მახარებელი, როგორც მეფეს აქვს ძალაუფლება, რომ სიკვდილისაგან განკურნოს და გადაარჩინოს თავისი ხალხი. გესმით? იოანე იმ სასწაულით იწყებს, სიხარულის სასწაულით, ხორცილის სასწაულით და მათე, რომელიც მეფეს ეძღვნება, მისი სახარება, იწყებს ძლევამოსილების სასწაულით, რომ მას მეფეს აქვს უფლება, რომ სიკვდილისაგან იხსნას ძალაუფლება, რომ იხსნას თავისი ხალხი. და პირველი სასწაული არის ეს კეთროვანის განკურნება. შემდეგ, ნახეთ, სნეულებებზე სასწაულები არის ჯერ ჩამოთვლილი. შემდეგ მეორე სასწაული. ხოლო როდესაც შევიდა იესო კაპერნაუმში, ხედავთ, ეს მოხდა სად? ეს მთა კაპერნაუმში იყო კაპერნაუმის გარეთ, როგორც ჩანს, იქადა გაუფალმა იქ, რომ ჩამოდის ამ მთიდან, იქ ხვდება მას ეს კეთროვანი. ეხობა ეს კეთროვანიც გაყვა ამ ხალხს, რომ გაიგო, რომ იესო ნაზარეველი ხადაგებს მთაზე, სადღაც იქ არის ეს საწყალი ადამიანი და გაყვა მას. კიდევ რა გამორჩა, სანამ გადავარდა მეორე სასწაულს. ძველ აღთქმაში მათი რაბინები ძალიან ფეულს ფიქრობდნენ, რა ერქმევა მესიას. აი სახელი მესიას რა ერქმევა. რომ მისი სახელი ხო სახარებაში არის ნახსენები ძე კაცისა, ძე ღმრთისა, სხვა სახელები, მაგრამ ერთ-ერთი სახელი, რომელიც ძალიან გავრცელებული იყო, მას ერქმევა კეთროვანი რაბის სახლიდან. მას თავად მესიის სახელი იქნება კეთროვანი, ანუ მოძღვრების სახლიდან. რატო? იმიტომ რომ ის აიღებს კეთროვანთა ტვირთსაც თავის თავზე.
ერთხელ ერთ მოძღვარს კითხეს, რომ ეხლა იქ შემიძლია წაკითხოთ, მაგრამ მოგიყვებით. ერთხელ ერთ მოძღვარს კითხეს, რომ რატო ქვია მას კეთროვანიო? წადი და შეინთონ კითხე მასო, მესიასო, ის სიმბოლურად ეუბნება, რატო ქვია კეთროვანიო? სად ნახო, სად იქნებაო? აი წადი და რომის გალავანთან ზისო, კეთროვნებს შორისო. კეთროვნებს შორის ზის მესიაო. კითხე შეინთო, რატო ქვია კეთროვანი? და რომ მიყვალ და ნახაო, იქ დაინახაო, რომ სხვა კეთროვნებიო, ერთმანეთს უხვევენო წყლულებს და ის კი თვითონ იხვევს თავის წყლულებს. თვითონო. მას აქვს ძალაუფლება, რომ თვითონ შეიხვევს თავის წყლულებს, რომ მას აქვს ძალაუფლება კეთრზეც და მაგრამ კეთროვანი იმიტომ ქვია მას, რომ აი ისრაელის აი ამ საშინელ სიმძიმეს თავის თავზე აიღებს. ანუ იდენტიფიცირებას აკეთებს იმასთან, რაც ყველაზე მეტად უჭირს ისრაელს. და კეთრი იყო ერთ-ერთი ეს უმძიმესი დაავადება და ამიტომაც მესიის ერთ-ერთი სახელი არის კეთროვანი რაბის სახლიდან. და მეორე სასწაული. ხოლო როდესაც შევიდა იესო კაპერნაუმში, მიუახლოვდა მას ასისთავი და ვედრებით უთხრა: უფალო, დავრდომელი მსახური მიწევს სახლში და სასტიგად იტანჯება. იესო მიუგო, მოვალ და განკურნავ მას. ხოლო ასისთავმა პასუხად უთხრა: უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემ ჭერქვეშ შემოხვიდე, არამედ მხოლოდ სიტყვა ბრძანე და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან თუმცა სხვისი ქვეშ შევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითად პანან მეომრები და ვეტყვი ერთს წადი და მიდის, მეორეს ვეტყვი მოდი და მოდის და ჩემ მსახურს გააკეთეს და აკეთებს. და ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა უკან მომავალთ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ისრაელში არ შევხვედრი ვარ ასეთ რწმენას. ამასაც გეუბნებით თქვენ, მრავალი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით და აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ერთად ინახად დასხდებიან ცათა სასუფეველში, ხოლო სასუფეველის ძენი გარესწნელის ბნელში გაიყრებიან და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა. და უთხრა იესომ ასისთავს: წადი და შენი რწმენისაებ მოგეგოს შენ და განიკურნა მისი მსახური იმავე წამს, ან იმავე საათს, ან იმავე ჟამს, ასე წერია. იგივე ადგილს აღწერს ასევე ლუკა მახარებელიც აღწერს იგივე ადგილს მე-7 თავში და იქ ამბობს, რომ ჩემი მსახურიო სულთან ბრძოლიაო, ანუ აგონიაშიაო, ჩემი მსახურიო და როგორც ჩანს, ეს მსახური ახალგაზრდა კაცია და ძალიან უყვარდაო ამ ასისთავს. ასისთავი ვინ იყო? ცენტურიონი ნახსენებია, ხო? 100 მეთაური, ანუ 100 სამხედროება რამას და გარნიზონი იდგა კაპერნაუმში. რომაელია ეს კაცი. როგორც ჩანს რომაელი, მაგრამ უცნაური ის არის, რომ მოდის ეს რომაელი ეუბნება უფალო. ანუ ქრისტეს მართავს როგორც უფალო, როგორც ჩანს, მას გაუგია იესოს შესახებ და შეიძლება სწამს კიდეც, რომ ეს არის ის მესია, რომელსაც ელიან ებრაელები. და პარალელურ ადგილას, პარალელურ ლუკას სახარებაში არის ცოტა სუყეთ, ანუ უფრო გავრცობილად ეს ამბავი მოთხრობილი. აი, ჩვენ ხო ვთქვით, რომ ლუკა, აი, როგორც ადამიანზე უფრო ბევრს წერს ამ ამბებს, ხო? აი, ადამიანურად უყურებს და ყველა დეტალს იკვლევს, რა როგორ იყო. და ლუკა წერს, რომ ასე მოხდაო, რომ იმ ასისთავმაო მოხუცებულები გამოუგზავნაო იესოსო, ებრაელი მოხუცები, ანუ პატივსაცემი ხალხი და ებრაელებმა მოხუცებმა სთხოვესო, რომ დაეხმარეო, უკვდებაო, მსახურიო და უყვარსო მას ჩვენი ხალხიო. სინაგოგა კაპერნაუმის ცნობილი სინაგოგა დღესაც არის ნანგრევები აღმოჩენილი კაპერნაუმის. აი ეს სინაგოგა მანად ვიშენაო, ანუ დააფინანსა, როგორც ხდება ხოლმე და უყვარსო და ღირსიაო. თავი არის განამწყვეტი სიტყვა, ღირსია რომ დაეხმარო. და იესო დგება და მიდის. და შემდეგ ასისთავს თვითონ ხდება როგორც ჩანს სახლთან, ასისთავი გამოდის სახლიდან, ხდება და ასისთავი რას ეუბნება? მოხუცებულო ეუბნებიან ღირსიაო და ასისთავი ეუბნება არა ვარ ღირსი რომ ჩემ სახლში შემოხვიდეო, რადგან ასისთავმა იცის რომ რაბისთვის წარმართის სახლში შესვლა არ შეიძლება. ხო?
ებრაელი რაბინები არ შედიოდნენ ურჯულოს და წარმართა სახლში. ხო, აი ამიტომაც პილატესთან არ შედიან პასექის დროს მღვდელმთავრები, იმიტომ რომ არ გაუწმინდურდეთ და ასეთი გამოდის დაუნება მე არა ვარ ღირსი რომ შემოხვიდე, ხოლოდ შორიდან ბრძანეს სიტყვა და განიკურნება ჩემი მსახური. რას გამოხატავს ეს რწმენა რომ მას წამს რომ როგორც მე მაქვს ძალაუფლება ჩემს მეომრებზე. ჩემს მეომარს რომ ვეტყვი წადი, მე ვიცი რომ წავა. მოდი, ვიცი რომ მოვა, გააკეთე, ვიცი რომ გააკეთებს. სხვანაირად არ შეიძლება. ხო, რომში უსასტიკესი სიმკაცრე იყო, დისციპლინა იყო რომის ჯარში. და ქრისტეუნის მათი სასაცავი უნება რომ მე წამს რომ შენ გაქვს ძალაუფლება ესე სიტყვით, ბრძანებით, შორიდან რომ უბრძანოს ნეულებას და განიკურნოს ჩემი მსახური. აი ამას ეუბნება ეს ასისთავი და ქრისტე მოტრიალდება და ეუბნება ამათ რომ ასეთი რწმენა არ მინახავს ისრაელშიც, ებრაელებს შორის არ მინახავს ასეთი რწმენა. რა იყო მთავარი განსხვავება ებრაელების რწმენასა და იმასთან რწმენას შორის? როგორ გონიათ? მთავარი განსხვავება. ეჭვიაში კიდევ შეიცნო. მთავარი განსხვავება კიდევ ერთი. თავარი ის განსხვავება, რამაც ისრაელს ხელი შეუშალა რომ შეეცნო ქრისტე. როგორ? ხო, ახლოს ხარ. კიდევ თავმაღლურად. ისინი რას ამბობენ? ღირსიაო. და ეს ამბობს არა ვარ ღირსი. აი ეს არის უმთავრესი განსხვავება. ამან გააკვირვა იესო. ეს წესით რომაელი უნდა ყოფილიყო ამაყი, ამპარტავანი და ეს კაცი ამბობს რომ არა ვარ მე წყალობის ღირსი. ებრაელები ამბობენ ღირსია. გესმით? არავინ არ იყო იმ ღირსი, რაც უფალმა ჯვარზე აღასრულა. იმ სიკვდილის ღირსი არც ერთი ადამიანი არ მიყავით ჩვენ. გესმით? ვინ დაიმსახურა ის რომ ძაღმერთი მომკვდარიყო არავინ, არამედ მან თავისი ნებით აღასრულეს, ხო? მადლი მოიღო ჩვენზე. გესმით? და აი ამან გააკვირვა იესო ქრისტე და აი ამ პარტავნებო, ეუნება ებრაელებს. ხედავთ ამ პარტავნებო, სასუფევრის ძენო. აი მიბაძეთ უცხოელს, რომელიც ამბობს რომ არა ვარ ღირსი და ამიტომაც მე აგზელებს და ეუბნება რომ ამიტომაც გეუბნებით თქვენ რომ მრავალი მოვა მთელი მსოფლიოდან და აი იმ დღეს როცა მეორედ მოვა იესო ქრისტე, როცა მოვა საბოლოოდ ღმერთის მეუფება, იმ სუფრას, იმ საბოლოო სუფრასთან არის შედარებული ქრისტეს მეორედ მოსვლა. ნახეთ, ეს არის იესაია წინასწარმეტყველის 25 თავში, ეს მინდა განახოთ ეს ადგილი. ნახეთ, გაუმართავს საბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადინს მსუყე კერძებით, ნადინს ძველი ღვინით, ძვლისწვინიანი მსუყე კერძებით და ძველი დაწმენდილი ღვინით. აი იმ დროს მეორედ მოსვლისას, როცა დასრულდება ყველაფერი, ბოროტება. გაუქმებს ამ მთაზე საფარველს, ერებს რომ აფარია და საბურველს ხალხებს რომ ბურავს, შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმენ წრემს უფალი ღმერთი ყველა პირისახეს. წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან და რადგან უფალმა ბრძანა. იტყვიან იმ დღეს, აჰა, ეს არის ღმერთი ჩემი, მას ვესავდით და გვიხსნა. ეს არის უფალი, მას ვესავდით, ვიშვათ და გავიხაროთ მის მიერი ხსნით. აი ის ბოლო სიხარული და ზაქარია წინასწარმეტყველის მე-14 თავში, არის იესაიას 25, ზაქარიას მე-14 თავში დასასრულს ამბობს რომ აი იმ დროს, როცა ქრისტე მოვა და იმეფებს ღმერთი მარადიულად ჩვენ შორის, ხო, ამ ქვეყანაზე. იმ დღეს ყოველ წელს კარობის დღესასწაულზე ივლის მთელი მსოფლიოდან მასთან ხალხიო, ხო? ეს კარობის დღესასწაული იყო, ღმერთთან შეხვედრის დღესასწაული იყო და კარობის დღესასწაული იყო თან სიხარულის დღესასწაული და აი იმ დღეს, იმ დროს, როცა ქრისტე მეორედ მოვა და ყველაფერი დასრულდება, ბოროტება, ცრემლი აღარ იქნება თვალზე, პირილი აღარ იქნება და სიხარულისთვის მივალთ ყოველთვის აი იმ მთაზე, სიონის მთაზე, სადაც ტაძარი იყო, სადაც იმეფებს ღმერთი. აი ამ ნადიმზეო ეუბნება ქრისტე. იცოდეთ რომ ებრაელები გაიყრებიან გარეთო,
სასუფევლის ძენი იყვნენ ებრაელები, ხო? თორე მათ ხადა გადაჯული. თქვენ გაიყრებით გარეთ და მრავალი მოვა და აბრაამთან და ისააკთან და იაკობთან ერთად მიუსხდება იმ სუფრას. ჩვენც მათ შორის ქართველებიც, ებრაელებს შორისაც ბევრი იქნება იქ ის, ვინც იწამა მისი მოსვლა, ვინც იწამა ქრისტე როგორც მესია. ხო გასაგებია? აი ამას ეუბნება და ასიც თავს ეუბნება წადი შენი რწმენი საერთ მოგეგოს შენ და მიდის ასიც თავის სახში და იმ ნახავს რომ იმ წუთში განკურნებულია, განიკურნა მისი მონა და სიკვდილისაგან გადარჩა. შემდეგ კიდევ ერთი სნეულებაზე ქრისტეს ძალაუფლება. ხოლო იესო შევიდა პეტრეს სახში, ვინც არ იცის მივიდა განხოთ. კაპერნაუმი სად იყო? კაპერნაუმი, სადაც ქრისტე ცხოვრობდა. კაპერნაუმი იყო გალილეაში, აი ზუსტად აი კაპერნაუმი. მე როცა მორჩევით საუბარს, შეგიძლიათ დადგეთ და გალილეის ტბა, აკეთ? ან გენესარეთის ტბა იგივეა, ან ტიბერიადის ტბა იგივე, ყველა სამი სახელი ქვია ამას და კაპერნაუმი არის ჩრდილოეთი მეთევზეთა ქალაქი. დღესაც არსებობს კაპერნაუმი და ის მე რო ვახსენეთ ცნობილი სინაგოგა, რომელიც იმ ასეთმა სავარაუდოდ დააშენა, ის ნანგრევები კიდევ არსებობს. ნახეთ? დღეს ჩვენ სამარიტელ ქალზე ვილაპარაკეთ, ხო? ტელევიზორს ხომ გახსოვთ? ნახეთ, რა საინტერესოა ის წარმოდგენილი უნდა გქონდეს. ეს არის გალილეა, ჩრდილოეთ მხარე. ცენტრალური ადგილი იყო ისრაელში სამარია. აი აქ არის სიქარი, ის ქალაქი, სადაც სამარია დედაკაცი შეხვდა ქრისტეს და სამხრეთი არის იუდეა. აი შავი ეს კვადრატი რო ეს არის იერუსალიმი, იუდეა. გესმით? ეს არის მკვდარი ზღვა, ეს არის მდინარე იორდანე, რომელიც გალილეის ტბიდან ჩადის შემდეგ მკვდარ ზღვაში და ქრისტე ნაზარეთი, აი არის ნაზარეთი, რაც ქრისტე აღიზარდა, შემდეგ გადავიდა ის კაპერნაუმში დასახლდა, კაპერნაუმში დაიწყო მან თავის ღვთაებრივი საქმე. ახლა კაპერნაუმში ცხოვრობდნენ მისი მოწაფეების უმრავლესობა, რადგან მეთევზეთა დასახლებები იყო. სულ აქ არის მაგდალა, სადაც მარიამ მაგდალინელი ცხოვრობდა. აქვე არის ბეთსაიდა, პეტრეს და ანდრია პირველწოდებული, სადაც საიდანაც იყვნენ ბეთსაიდა, აქეთ მხარეს. ნახეთ საინტერესო რა არის და აი ეს მხარე იყო ძირითადად გალილეა მთლიანად და აი ეს მხარე განსაკუთრებით იყო აი გერგესეველთა მხარე, ჩვენ ახლა შევხვდებათ გადარინელები, გერგესეველები. აი ეს ორი გადარა და გერასა, აი აქ იყვნენ ეს ორი ქალაქი, აქ ცხოვრობდა ძირითადად წარმართული მოსახლეობის ხალხი, არა იუდეველები, აქ ღორები ყავდათ, იმიტომ რომ ისრაელში რა უნდა და ღორს, მაგრამ როგორც ჩანს, აი ეს ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობიდან ძირითადად აქ შემოვიდა სხვა ხალხი დასახლდა და აი ესენი ცხოვრობდნენ აქ. ზევით იყო ასურეთი, სირია, ანტიოქია და უკვე ზევით წამოვიდნენ დღევანდელი სამყარო წარმოიდგინოთ, ზევით უწახოთ არის ლიბანი და შემდეგ თურქეთი და შემდეგ კავკასიას მიადგებით როდისმე. ქვევით უწახოთ არის ეგვიპტე და სამხრეთის აფრიკა, მოგვიდა აფრიკა. აი ეს იყო ისრაელი დროს. ვიზუალურადაც ამის ცოდნა საინტერესოა. ისრაელს რა ეწოდება ბიბლიაში? ქვეყნის ჭიპი. რადგან ყველაზე დაბლა, ზღვის დონიდან 200 მეტრზე არის ეს ყველაფერი. ისმით? ძალიან დაბლა. თქოს მახლა ჭიპი ხო ყველაზე დაბლა არის სხეულში და ამიტომ ქვეყნის ჭიპი იმ გაგებითაც რომ დაბლა, ზღვის დონიდან ძალიან ქვევი და თან ჭიპი ხომ ცენტრალური ადგილია ადამიანისთვის, ხომ? და დედის დედაზე ჭიპი და მიმული ადამიანი და თითქოს ღმერთზე დედამიწა ისრაელით იყო მიმული. აი ეს სიმბოლიკაა ამაში. შემდგომაც დედამიწის ჭიპია ისრაელი. ამ გაგებით იმიტომ მოვიდა იქ ღმერთმა ეს განიზრახა რომ იქ მოსულიყო ისრაელში ქრისტე. და შემდეგ ის ასწავლიდა. ხოლო იესო შევიდა პეტრეს სახლში, კაპერნაუმში და იხილა მისი სიდედრი, რომელიც ცხენებით შეფრობილი იწვა და შეეხო თუ არა მის ხელს, გაუარა მას ცხელება და წამოდგა და ემსახურებოდა მათ. ნახეთ? სიცხე აქვს? ეხლა რაღაც ვირუსი ყო და გრიპი ყო და როგორც დღეს არის, შევიდა შეეხო მის ხელს და იმ წუთში გახდა კარგად, წამოდგა და იმ წუთში დაიწყო მსახურება. ანუ ღმერთი რო აღვადგენს, აღარ არის საჭირო იქ რა შეეჭვება,
ცოტა კიდე დავისვენებ, არა, ღმერთმა როცა აღვადგინა, უნდა იმ წუთში შეუდგეთ ღმერთის მსახურება. და საინტერესო რა არის კიდევ აქ, რომ მათი მოძღვრები, მათი რაბინები ამბობდნენ, რომ ქალი სუფრას არ უნდა ემსახუროს. ახეთ, ეს ადგილი აი მიშნაში არის, ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ, რომ ერთ-ერთ მოძღვარმა თქვაო, რომ ჩემს გოგოს დაუძახებო, ჩემს მოძღვარს დაუძახებო და მოგემსახურება სუფრაზე, საჭიროა მოგვიტანოს და მეორე უფრო დიდი მოძღვარი იყო იმ სუფრაზე, მან თქვა, რომ არა, არ შეიძლება ჩვენმა დიდმა მოძღვრებმა გითხრეს, რომ ქალი სუფრას არ უნდა ემსახუროსო, იმიტომ რომ არ უნდა მიეჩვიოს კაცებში ყოფნასო, კაცების საზოგადოებაში. ამაუთხრა მეორე მოძღვარმა, რომ არა, ჯერ პატარაო, ჯერ მაწვილი ის არის, გოგოაო, პატარაო. არა, არც ერთ ასაკშიო ქალი არ უნდა ემსახუროს კაცების სუფრასო და ჩვენ ხედავთ ქრისტესთან, რომ ქალები ემსახურებიან მის სუფრას. ესე გიხართ ეგრეა, ხო? ხედა, აი, აკვა იმ თალმუდზე მორჩილებიან და იმიტომ თალმუდშია ეს. მაგრამ, ნახეთ, ქრისტესთან ასე არ არის. რატომ არ არის? იმიტომ ქრისტესთვის არ არის გარჩევა არც ქალის, არც კაცის, არც ებრაელის, არც ბერძენის. ყველა ერთი ვართ ქრისტე იესოში. ნახეთ, გალატელთა მიმართ ეპისტოლეს მესამე თავშია. რადგან ვინც ქრისტეს მიმართ მოვინათლეთ, ამბობს პავლე მოციქული, ქრისტე შევიმოსეთ. ჩვენ ერთმანეთს ისეთი აღარ უყურებთ, როგორც ქალი, კაცი, ებრაელი, ქართველი, გერმანელი, არა. ყველა ვინც მოვინათლეთ ქრისტეს მადლით, ქრისტე შემოსილები ვართ. და შემდეგ ამბობს, ამიტომ არ არის გარჩევა არც იუდეველის, არც წარმართის, არც მონის, არც თავისუფალის, აღარც მამრის, აღარც მდედრის, ყველანი ერთი ვართ ქრისტე იესოში. ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. ამიტომ პირველ რიგში ამას უნდა ხედავდეთ ჩვენ ერთმანეთში ქრისტიანს, ქრისტე შემოსილ ადამიანს. შემდეგ მოდის ვაყალბედაჩი. ხო, ვიღაცა შეიძლება დაეღოთ უკითხო მაშინ ქალი ღვთლები რატო არ აქვს? ხო, შეიძლება ვიღაცა, მაგრამ რატომ არ ყავს ქალი ღვთლები? იმიტომ რომ თავად ქრისტემ კაცებს დაავალა ეს მსახურება. ხუცესი ეკლესიაში მასწავლებელი, ქადაგებლები ქალებიც იყვნენ. მაგრამ იმ მსახურებას, რასაც აღასრულებდნენ მოციქულები, 12 მოციქულთან შორის ხო შეიძლება ერთი ქალი ყოფილიყო, მაგრამ ხომ არ ყოფილა. ამიტომ ის მსახურება უფალმა ინება, რომ კაცებმა უნდა იტვირთონ ძიმეა, ძნელია, ძიმე ტვირთი, ამიტომ კაცებმა უფალმა კაცებს დაადო ეს ტვირთი. ეს შეიძლება უფრო მეტად პასუხისმგებლობა იყოს, ვიდრე პატივი, ესმით? ამიტომ გოდლებმა იციან ეს რა ძნელია, ამიტომ არ მგონია რომ ქალისთვის ეს ადვილი ტვირთი იყოს, ამიტომაც უფალმა ინება რომ კაცებმა გააკეთონ ეს. ბატონო? ბავშვების მოუთხა უფალმა ღმერთმა ასე ინება, მან 12 მოციქული აირჩია კაცები და მათ უნდა ეს გააკეთონ, ამიტომაც კაცები აკეთებენ აგრძელებენ. თუმცა ქალები რა არიყვნენ, ქადაგებლები? წმინდანინო ვინ იყო მოციქული არ იყო ძიქადდა რა, მაგრამ ეს საქმე რასაც ღვთლები აკეთებენ დღეს ხუცესები ეკლესიის, ეს კაცების საქმეა. ამიტომ ნუ დავარღვევთ ამ წესს, იმიტომ რომ უფალმა ასე ინება, ყობა ასეა საჭირო. კიდევ ერთი, შემდეგ შებინდებისას მოყვარეს მას მრავალი ეშმაკეული და განდევნა სულების სიტყვით და ყველას ნეული განკურნა. რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს, მან თავსიდო ჩვენი უზურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი. საიდან არის ეს ადგილი? ვიმეს ახსოვს თუ ხო, ჩვენ ეს თავი განვიხილეთ 53 თავი ესაია წინასწარმეტყველის, რომელსაც ქვია, რა ქვია? ძველი აღთქმისეული სახარება. ესაია წინასწარმეტყველის 53 თავი არის სახარება ძველ აღთქმაში. ზუსტად სიტყვით არის გადმოცემული ქრისტეს ჯვარცმა და წამება და სიკვდილი და აღდგომა. მინდა წავიკითხოთ ეს თავი, რო გვაქვს ჯერ. ნახეთ, აი როგორ წერს ესაია წინასწარმეტყველს აქვს ქრისტეზე ქრისტეს შესახებ, მესიის შესახებ 4 საგალობელი. სადაც ის მისი პირით, ისაიას პირით მესია ამბობს ფაქტობრივად ამ სიტყვებს. აი მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ადგილია 61 თავში. ნახეთ, ესაია ამბობს, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ იქ შიგნით ის ქრისტე ამბობს, წინასწარმეტყველი კი არა. ნახეთ,
სული უფლისა ღვთისა ჩემზეა გადმოსული, რადგან ცხო მეუფალმა გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემოსრულთა განსაკურნებლად, ტყვეთა თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა გასახსნელად. ესაიას არ გაუკეთებია ესენი, არამედ ქრისტემ შექმნა ეს საქმე. გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა. ან უფლის წყალობის წელიწადი არის ქრისტეს მოსვლა, რომ წყალობა მოიღო უფალმა. და შემდეგ აგრძელებს ესაია. და ჩვენი ღმერთის შურისძიების დღის გამოსაცხადებლად. შურისძიების დღის გამოსაცხადებლად. ეს იყო თუ არ ყოფილა ჯერ? ჯერ არ ყოფილა. აი აქ ღმერთის წყალობის წელიწადის გამოსაცხადებლად რო ამბობს, აი აქ ცხოვრობ ჩვენ ახლა წყალობის წელიწადში. და შურისძიების დღეც გამოცხადებულია ოღონდ მეორედ მოსვლისას. და ბოლოს ამთავრდება შურისძიების დღის გამოსაცხადებლად და სანუგეშებლად ყველა მგლოვი არის. Izvins glows, ახლა, აი, მაინც მძიმეა მისწვება, მათთვის ნუგეში იმის წელი იქნება ის. და 53 თავში ნახეთ როგორ ამბობს. აჰა, ჩვიანი იქნება ჩემი მორჩი. ნახეთ 52 თავის მე-13 მუხლიდან უკვე იწყება ეს. ეს თავების დაყოფა ესაიასთან ცოტა არა წარმატებულია, ვინც ეს გააკეთა. წესით ეს ქრისტეს ეს მესიის ეს სიტყვა, მესიის შესახებ სიტყვა იწყება 52 თავის მე-13 მუხლიდან. და ნახეთ, აქ წერია, აჰა, მოჭკვიანდება ჩემი მორჩილი, რომელიც ძალიან ცუდი თარგმანია, ვინც ეს თარგმნა, მან არ იცოდა რას წერს. მოჭკვიანდება კი არ წერია ორიგინალში. ჭკვიანურად მოიქცევა ჩემი მორჩილი. ბრძენი იქნება ჩემი მორჩილი, ანუ ქრისტე. ბრძნულად მოიქცევა ჩემი მორჩილი, და მოჭკვიანდება შეიძლება სულელი იყო და მოჭკვიანდა. არა. ჭკვიანურად მოიქცევა ჩემი მორჩილი, გაიმართება, აღზევდება და დიდად ამაღლდება. რაზომ აძრწუნებდა ბევრს შენი ხილვა, რადგან არავინ იყო მასზე მახინჯი კაცთა შორის და მასზე შეურაცხყოფილი ადამიანის ზეთა შორის. იმზომ გაიხარებ შენზე ბევრი ხალხი, პირს მოყუმავენ მეფეები, რადგან მოუთხრობელს იხილავენ და ჯერ არსმენილს გაიგონებენ. ნახეთ, რაზომ აძრწუნებდა ბევრს შენი ხილვა, რადგან არავინ იყო შენზე დამახინჯებული. მახინჯიც ცუდი თარგმანია ძალიან. შენზე მახინჯი არა, შენზე დამახინჯებული ჯვარზე როცა იყავი გაგრო. და შენზე შეურაცხყოფილი შენს წამებაში. გესმით? და შემდეგ ამბობს რომ აი ამ ტანჯვის გამო უფრო მეტად გაიხარებს შენს გამო, როცა აღდგები მკვდრეთით ბევრი ხალხი და ისეთ რამეებს მოისმენენ მსოფლიოში, რომ პირს მოყუმავენ, რომ ჯერ არ გაუგია და ქრისტეს ჯვარცმა ასეთი მოვლენა იყო. და ვინ დაიჯერა ჩვენგან სმენილი, უფლის მკლავი ვის გამოეცხადა, ამოიზარდა როგორც მორჩი ჩვენ წინაშე, როგორც ფესვი ურწყული მიწიდან, არც ღირსება ჰქონია, არც მშვენება, რომელზეც შეგვეხედა, არც იერი რომ მივეზიდეთ. გახსოვთ ბაგაჟი რომ მიაწვინე საქონლის საჭმელ ბაგაჟი, არ ქონია არც ღირსება, არც პატივი, არც დიდება, რომ მივეზიდეთ. მე უფლისწული რომ დაიბადება მსოფლიოში, იმ წუთში მიიზიდავს ხალხს, ხო, რომ აჩვენებ. არა, ის ისე მოვიდა ქვეყანაზე, რომ არ ქონია არაფერი მისაზიდი. საძულველი იყო და კაცთაგან იყო ათვალწუნებული. გატანჯული და სნება მორეული. ერთი მათგანი, ვისაც პირს არიდებენ, საძულველი იყო და არარად ვაგდებდით მას. ანუ შეურაცხყოფილი იყო თავის ცხოვრებაში არ. ნამდვილად კი მან იკისრა ჩვენი სნეულებანი და იტვირთა ჩვენი სატანჯველი. ჩვენ კი გვეგონა ღვთისაგან იყო ნაცემ ნაგვემი და დამცირებული. ნახეთ, აი ეს მუხლია, რა ჩვენ ციტირებას მათემ გააკეთა აი აქ მერვე თავის მე-17 მუხლში, რათა აღსრულდეს ესო. აი ეს უნდა აღსრულდეს. ნამდვილად კი მან იკისრა ჩვენი სნეულებანი და იტვირთა ჩვენი სატანჯველი. აი ეს სულ სნეულ ხალხში იყო, ხო? სულ ვიღაცა რაღაცას ევედრებოდა. მე ხანდახან აი ვაღიარებ, რომ გდელი ვარ და ხანდახან ღმერთს აღარ უნდა დასრულოს, იმიტომ რომ სულ ვიღაცას რაღაცა უჭირს.
ყველა რაღაცას განიცდის, ხო და მე ხო ყველას ვისმენ, ხო? მე განა ის გასულდეს რომ ჩემთან მოდიან, მაგრამ ესე თქვა როგორ ტკივნეულია, რომ შენ ხედავ, რომ აი ამდენ ადამიანს უჭირს, ყველას რაღაც უჭირს, ხო? წარმოიდგინეთ ქრისტეს, რამდენი ადამიანი დაძლებდა იმ სამწუხაროდ განმავლობაში და ევედრებოდა მიშველე, ეს მტკივა, ის მიკვდება, ის მოკვდა, ხო? წარმოიდგინეთ და მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და აიღო ჩვენი სატანჯველი თავის თავზე, ხო? აი თუნდაც ის კეთროვანი გაიწოდა და ხელი შეახო. კეთროვნისთვის ხელის მოკიდება არ შეიძლებოდა. აბზარული იყო, მან ხელი მოკიდა კეთროვანს. მან მოკიდა მკვდარს ხელი. აი ამაზე წერია რომ აღსრულდა, რომ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი. კლიენტ აღარ წავიკითხავ ამ თავს, ხო, ერთ ადგილს გაჩვენებ 53 თავიდან, რომ ჩვენ დავწმუნდეთ, რომ ძველ აღთქმაში როგორ სიტყვით იყო ნაცინასწარმეტყველები. მეშვიდე მუხლი, ნახეთ 53 თავიდან მეშვიდე მუხლი. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგი. ჯვარცმული ამბობდა მიუტევი მამა არიციან რას ამბობდა. გასაკეთებელი. კრავივით დასაკლავად მიიყვანეს, როგორც ხვარი დუმს პაცველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგი. საპრობილიდან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი, გახსოვთ რომ ღამე რო გაასამართლეს კაიაფასთან. საპრობილი და ციხეში დამწყდებული ყავდათ, როცა ეკლესიის გვირგვინი დაადგეს. საპრობილიდან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, რომ ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა, ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა. ისრაელის ცოდვებისთვის დაისაჯა. ისაია წერს მომავალში. მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით რატომ? ჯვარცმულის დროს ვინ იყვნენ იმის გვერდზე ავაზაკები? ბოროტეულთა გვერდით მიეცა სამარხი და მდიდართან ერთად იყო თავის სიკვდილში. დიდარი კაცი იყო მისი სიკვდილის დროსო. ვინ იყო? იოსებ არიმათიელი და ნიკოდემოსი. ნახეთ, მეტი რა უნდა თქვას? ყველაფერი ნაცინასწარმეტყველებია ის, რაც აღსრულდა ქრისტეს ჯვარცმის დროს. ამათ ის შუა საუკუნეები და თავიდან პირველ საუკუნეებში ებრაელებიც ამბობდნენ, მათი მოძღვრებიც ამბობდნენ, რომ ეს არის მესია. ეს არის ქრისტე, ჩვენი ერისთვის მოკვდა. შემდეგ როცა ქრისტიანობა გაიზარდა და მათ ნახეს, რომ ქრისტიანობამ ასეთი ძალა შეეძინა, შემდეგ შუა საუკუნიდან რაში იყო ესეთი მათი დიდი მოძღვარი მე-11 საუკუნეში, რაშის დროიდან დაიწყეს ამის თქმა, რომ ეს ლაპარაკია თავად ისრაელის ხალხს. რომ თავად ისრაელის ხალხი ეწამა ერის ცოდვებისთვის. ან ლაპარაკია წინასწარმეტყველებზე. მათი წინასწარმეტყველები ხო ბევრი აწამეს, ბევრი დასაჯეს, ბევრი მოკლეს, ხო? და ქრისტე არა, თვითონ ისრაელია ნაწამები, მაგრამ ეს ხო აბსურდია. წერია რომ ჩემი ერისთვის წაიყვანეს საპრობილიდან და მოკლეს კრავით. როგორ შეიძლება ერისთვის მოკლეს, რას ნიშნავს? იქ რაღაცა ერთზეა ლაპარაკი, რომელიც არის იესო ქრისტე, ხო? სამწუხარო ის არის, რომ აი ებრაელი მოძღვრები და სწავლულები ყველანაირად თავს არიდებენ ამ თავის სწავლებას. ისინი არ ასწავლიან საკუთარ იუდეველებს აი ამას. რომ ეს რომ იუდეველმა ნახოს და წაიკითხოს, ბევრი მოიქცევა, ძალიან ბევრი მიხვდება, რომ ქრისტე იყო ნამდვილად ის მესია, რომელიც ნაცინასწარმეტყველები. ბევრი 53 თავის გამო მოიქცა. ბევრი იუდეველი და ებრაელი ამ თავის გამო გახდა ქრისტეს მორწმუნე. იეშუას მორწმუნე, გესმით? აი, მე ხო მithkoms, ადრეც მithkoms თქვენთვის, რომ ისრაელში YouTube-ზე დევს ეს თქვენ შეიძლება მოძებნოთ. ისრაელში დადის ერთი ახალგაზრდა ქრისტეს მორწმუნე ბიჭი, ებრაელია თავადაც და ებრაელებს ეკითხება, აი უკითხავს ამ 53 თავს. თელ-ავივში ხდება თუ არ მეშლება, თელ-ავილის ქუჩები გააჩერებს ვიღაც ებრაელ ხალხს ეკითხება, აი ამას მეც თქვენ წაკითხეთ. თქვენ როგორ გონიათ ვიზია ლაპარაკი აქ ხეუნა? ყველა თითქმის ყველა ეუბნება ალბათ იესოზე. თუმცა და არ სწამთ, მაგრამ იმდენად აშკარაა, რომ თავად ებრაელები ეუბნებიან ალბათ იესოზე, იმიტომ რომ იესო უნდა იყოს, სხვა უნდა იყოს. ერთმა ებრაელმა, ხუთი ებრაელია, ეს პატუხს ის არის, ვინ ჩვენმა მამებმა მოკლესო. აი ესე პირდაპირ ამბობს. იციან, მაგრამ აი ეს მეინსტრიმი, ხო იცით რა შეიძლება? მეინსტრიმი რა არის, რომ აი გავრცელებული აზრი, რომ ასე უნდა იყოს.
აი ამ მეინსტრიმს ვერაფერს არ უშვებიან გესმით და ამიტომ არიან აი ამ სიცრუეში და არ აღიარებენ ქრისტეს. აი ასე უნდა ვიცოდეთ ეს ჩვენ და გვწამდეს. და მე მათი ამბობს რომ აღსრულდა აი ამით რომ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი. ხოლო როდესაც იხილა იესომ გარშემო ჯარული ხალხი გაღმა გასვლა უბრძანა მათ. ნახეთ როგორ ადვილი გასაგებია ახლა გაღმა გასვლა უბრძანა მათ. კაპერნაუმში არიან და გავიდეთ გაღმა რას ნიშნავს? აი უნდა გადასურონ რელიგიის ზღვა და აი ამ მხარეს უნდა გადმოვიდნენ სადაც ვერი აი ზოგადად აი ამ გერასაში გადარინელთა მხარეში ხდება შემდეგი დიდი სასწაული და აი კაპერნაუმიდან გადმოცურეს გადმოვიდნენ აი ამ წარმართულ მხარეში გადარინელთა მხარეში. და როცა ნავში ჯდებიან ნავში ხდებიან, იქ ხდება კიდევ ერთი საინტერესო ადგილი, ხო ეს არის ნახეთ ქრისტეს ძალაუფლება მის მოწაფეებზე. მას როგორც განკაცებულ ღმერთს ჰქონდა ძალაუფლება რომ ეთქვა, გამომყევი, გახდი ჩემი მოწაფე. გესმით? ისე კი არ იყო რომ მას თვითონ მივიდნენ და ის არჩევდა თავის მოწაფეს, მან იცოდა ვინ იყო. მან იცოდა რომ პეტრე კლდე იყო, მან იცოდა რომ იოანე სიყვარულის მოციქული იყო, მან იცოდა თომა რომ დაეჭვებული იყო, მან იცოდა იუდაც ვინ იყო, ის თვითონ არჩევს, აი ეს არის მისი ძალაუფლება და როცა ხდებიან ნავში, მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა მას, მოძღვარო, თან გიახლები, სადაც უნდა წახვიდე. იოსომ მიუგო, მელიებს სოროები აქვს და ცისფრინველებს ბუდეები, კაცის ძეს კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი. მწიგნობარი, ანუ ჯურის მცოდნე. ანუ იუდაიზმი კანონი წიგნებში ბიბლიის ზედმიწევის მცოდნე. ეუნება რომ გამოყვები და ქრისტე აფრთხილებს მას რომ იცოდე რომ სახლიც კი არ მაქვს სადაც შემიძლია დავიძინო ძალიან რთული ძიმე იქნება ის წიგნები რაც შენ თეორიულად იცი ის დამთავრდება იცოდე ახლა მოგიწევს პრაქტიკულად იმ სიმძიმის ტვირთვა რაც მე უნდა ვიტვირთო ხო თუნდაც რაც მე მისმა მოციქულებმა იტვირთეს ზოგი უმრავლესობა ჯვარს ასვეს მისი მოციქული პავლეს თავი მოჰკვეთეს და წამოწამდა იოანე რომელმაც აპოკალიფსისი დაგვიწერა იოანე სად იყო როცა ამას წერდა როგორ გონიათ სადმე სასახლეში იჯდა და გადასახლებაში იყო ქვის კარიერები იყო სადაც გადასახლებულებს ამუშავებდნენ აი მოხუცი ხან კაცი მოციქული იმ ქვის კარიერში სადღაც ცხოვრობს გადასახლებ პატმოსზე კუნძულ პატმოსზე ქვებს მოიპოვებდნენ და იქ წერს ამას და ეუნება ამ წიგნობარს რომ გახსოვდეს რომ წიგნები დამთავრდა რაც შენ უკირკიტებ ებრაელები ხო ესეთი ხალხი იყო დღეს ეგეთები უკირკიტებდნენ და სულ ზეპირად იცოდნენ სად რა იყო ესმით იცოდე რომ ძიმე იქნება გაჭირვებაში მოგიწევს ცხოვრება ამას ეუნება მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა უკვე მისი მოწაფეა ის მეორე ეუბნება მან უთხრა მას უფალო ნება მომეცი ჯერ მივიდე და დავმარხო მამა ჩემი ხოლო იესო მიუგო მას შენ მე გამომყევი და მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა და ჩაჯდა ნავში იგი და გაყვნენ მას მისი მოწაფეები ნახეთ ეს არის მკვდრებს მიანდე მკვდრების დამარხვა როგორ გავიგოთ ეს აი იერემია წინა ეზეკიელ წინასწარმეტყველის მე-18 თავში აი რომ გავიგოთ თვითონ ბიბლია გვიხსნის ბიბლიას ხო გვითხავს მრავალჯერ აი ნახოთ ეზეკიელთან რას ამბობს ამის შესახებ მკვდრებზე განამ სურს მკვდრის სიკვდილი ამბობს უფალი განამ მინდა მკვდრის სიკვდილი ამბობს უფალი ღმერთი არამედ რომ მოიქცეს და გზებიდან იცოცხლოს თავისი ბოროტი გზებიდან და იცოცხლოს მკვდრის სიკვდილი როგორ შეიძლება ვერტი ამბობს რომ მკვდრის სიკვდილი არ ვნებავს ვინც არ არის მოქცეული ხო მის მოძღვრები ამას ამ ადგილს ასე განმარტავდნენ რომ მკვდრის სიკვდილი ნიშნავს რომ ბოროტის კაცის სიკვდილი ბოროტი კაცი ურჯულო კაცი ღვთის მოწინააღმდეგე კაცი ღვთის თვალში მკვდარია და ღმერთი ამბობს რომ პრინციპში მკვდრის სიკვდილი მე არ მინდა მე მინდა რომ მოიქცეს თავის ბოროტიული გზიდან და იცოცხლოს აი იგივეს ამბობს ქრისტე ძველ აღთქმა როგორ კავშირშია ახალ აღთქმასთან მკვდრებს მიანდე მკვდრების დამარხვა ნიშნავს რომ მკვდრები არიან ისინი ვინც მე არ მომყვება და იმ ფიზიკურად მკვდრებს ისინი დამარხავენ შენ მე გამომყევ
გესმით? აი უპირველად ადგილას უნდა იყოს ქრისტეს გაყოლა და მისი მცნებების, მისი საქმის აღსრულება. აი ეს ამას იგებს. ნახეთ, იოანეს სახარება ჩვენს ადგილი ხომ განვიხილეთ ეს, რომ ქრისტე ამბობს, რომ მოვიდა დრო, სამყდრები მოისმენენ ძე ღმერთის ხმას და ვინც მოისმენ სიცოცხლებს. რას ნიშნავს? და შემდეგ მოვა დრო, როცა საფლავში მწოლარე მკვდრები მოისმენის ხმას და აღდგებიან. ორი მკვდრები არიან. პირველი მკვდრები ისინი არიან ურწმუნო, ბოროტებაში მცხოვრები ხალხი მოისმენს მის ხმას და გაცოცხლდებიან. ჩვენც, როცა ურწმუნონი ვიყავით, თქვენი თავი გახსოვთ, როცა ურწმუნოები ვიყავით. გახსოვთ თქვენი თავი. მე მაგალითად ზუსტად ვერ ვიხსენებ, როგორი იყო ის დრო, როცა ურწმუნო ვიყავი. აი შემიძლია ჩემს თავზე ვთქვა, როცა ურწმუნო ვიყავი, თითქოს მართლა მკვდარი ვიყავი. არ მახსოვს აი როგორ რას ფიქრობდი, რას ვაზროვნებდი, თითქოს მართლა მკვდარი ხარ და სიცოცხლე დაიწყო იქიდან, როცა შევიცანი, რომ არსებობს ღმერთი, რომელიც სიცოცხლეს მაძლევს მას. აი ამაზე ამბობს ქრისტე, რომ მკვდარია ის, ვინც მე არ მომყვება და ეს საქმეები, მკვდრების დამარხვა და სხვა მიანდემა. და საინტერესო კიდევ რა არის, იცით რომ მკვდართან შეხება ძოლახთქმაში, აი ლევიანთა წიგნში, ეს არის ლევიანთა 21 თავში. მკვდარს თუ შეეხებოდა ვინმე, ითვლებოდა შეგინებულად და გაუწმინდურებულად, იმიტომ რომ მკვდარი სიკვდილი ებრაელებს ეს სწამდა და ეს ძოლახთქმაში ასეა, რომ სიკვდილი ცოდვის შედეგია. ადამი და ევას დროს ის ხო მკვდარები უნდა ყოფილიყვნენ და ჩვენ რომ მკვდებით ეს ნიშნავს რომ ცოდვილნი ვარ და იმიტომ ვკვდებით, ხო? ამიტომ მკვდარს თუ შეეხებოდა ვინმე, გაუწმინდურებულად ვკვდებოდა, იმიტომ რომ ცოდვა შეეხო, ცოდვის შედეგს შეეხო, ხო? ასე იყო. მაგრამ წერია, მღვდელიც არ უნდა შეეხოს მკვდარს და მღვდელმთავარიც არ უნდა შეეხოს მკვდარს, იმიტომ რომ არ გაუწმინდურდეს ტაძარში მსახურებისგან. მაგრამ მათმა მოძღვრებმაო, რაბინებმა მიშნაში ასეა მითითებული, ანუ განმარტებაში. მღვდელსო და მღვდელმთავარს შეუძლიაო თუ მისი ცოლია, ან მისი შვილია, ან ოჯახის წევრია, მაშინ შეუძლია მას შეეხოს. ესმით? და ამიტომაც მკვდრის დაფლა, მკვდრის დამარხვა ითვლებოდა სიყვარულის დიდ საქმე. ესმით? მღვდელმთავარსაც კი ვალდებული იყო, რომ დაემარხა მიცვალებული. მაგრამ დღეს ჩვენთან ხო ესია სათნოების საქმეებში ვარ მკვდრის მიცვალებულის დამარხვა, ხო? ეს ძველი აღთქმიდან მოდის ეს. და ქრისტე ეუბნება, რომ დაანებენ მკვდრებს თავი. წარმოიდგინეთ რეაქცია ქრისტეს ნათქვამისა, როცა მღვდელმთავარსაც კი უფლება ეძლევა, რომ მკვდარი დამარხოს და ქრისტე ეუბნება, არა, მკვდრებს თავი დაანებენ, მე გამომყევი, ჩემი საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, გესმით? ამიტომ აი ეს ჩვენ წარმოვიდგინოთ, ვის მოწაფეები ამას უსმენენ, რა არის მათი რეაქცია, გესმით? რომ თუ მღვდელმთავარსაც კი ეპატიება, რომ მკვდრის გამო გაუწმინდურდეს, ამ ჩემ მოწაფეებს არ გეპატიებათ, რომ მკვდარი დამარხოთ და მე არ გამოვყვეთ, ეუბნება ქრისტე და შევიდა ნავში და გაყრნენ მისი მოწაფეები და ახეთ მეცხრე თავში წირო გადავახდეთ. ეხლა ადგილას ჩვენ აღარ ვიცით, ეს წიგნობარი და ეს მისი მოწაფე გაყრნენ თუ არ გაყრნენ მომდო, ხო აღარ ჩანს. ხო აღარ ჩანს. წიგნობარს ეუბნება, რომ ძნელი იქნება, მაგრამ წიგნობარი გაყვა თუ არ გაყვა ჩვენ არ ვიცით, ხო მასეა. აქაც ეს მისი მოწაფე მამამისთან დაბრუნდა და სამახად თუ გაყვა ჩვენ ხო არ ვიცით, ხო? ანუ ეს გადაწყვეტილება თითქოს ღიად არის დატოვებული, რომ ჩვენ დავფიქრდეთ, ჩვენ რას ვაკეთებთ. ჩვენ მივყვებით უფალს თუ ამ მდგომარეობაში ვართ და მეცხრე თავში ნახეთ, მეცხრე თავში უკვე დაინახა რომ ეხლავე საბაჟოზე ზის მათე იქიდან წამოსულმა იესომ დაინახა საბაჟოზე მჯდომარე კაცი, რომელსაც მათე ერქვა სახელად და უთხრა, გამომყევიო, ისიც ადგა და გაჰყვა. აქ უკვე ნათქვამია, რომ მოწაფე, რომელიც მებაჟე იყო, მათე თავის თავზე ბევრს ალაპარაკობს, იმიტომაც ვიცით, რომ მათე ავტორი არ ამბობს ბევრს თავის თავზე, უბრალოდ უთხრა თუ არა უფალმა რომ გამომყევი, მიატოვა მთელი სიმდიდრე, მთელი თანამდებობა, მთელი ეს უპირატესობა, რაც მებაჟეებს იმ დროს ჰქონდათ და გაჰყვა ქრისტეს. ლუკა უკვე დაწვრილებით მოგვითხრობს, როგორ მოხდა მათეს
მათ ეს მოქცევა რომ ის ადგა დიდი სერობა გაუმართა უფალს მის შეიყვანა სახლში შემდეგ ადგა და ამბობს რომ თუ იმეს რამე წავართი ოთხმაგად დაუბრუნებ უკან ეს ყველაფერი აქ უკვე მოკლედ ამბობს რომ ადგა და უბრალოდ გაჰყვა მას ანუ ისევ იმას გავიმეორებ შენ რომ ფიქრი მოგივა იესო ქრისტეზე ეს იცოდე რომ ღმერთმა შენ დაგიძახა გესმით ღმერთზე ფიქრი შემთხვევით არავის არ მოსდის აი მინდა რომ ყველამ დავიმახსოვრე როგორც კი შენ ერთხელ მაინც სერიოზულად გაიფიქრე ღმერთზე იცოდე რომ იმ დროს გეძახის ღმერთი წამომყევი გეუბნება აი დაუფიქრდით ამ დროს ზოგიერთი ამას უგულებელყოფს განდევნის მისგან ზოგიერთი წაყვება იფიქრებს რა გავაკეთო სად მივიდე ეკლესიაში მივიდე ბიბლია წავიკითხო აი რა გავაკეთე ვილოცო იწყებს უკვე სია ნაბიჯების გადადგმას ღმერთისკენ და ღმერთიც უკვე გეხმარება მაგრამ ფიქრი ღმერთის შესახებ შემთხვევით არავის არ მოსდის დამიჯერეთ როგორც კი გაიფიქრებ იმ წუთში ღმერთი გეძახის იმ დროს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის უგულებელობა მეორად მოსვლისას როცა ჩვენის გაგვასამართებს ღმერთი თავად ვიღაცა იტყვის ჩემთვის არასდროს არ უთქვამს ღმერთს არაფერი რომ გამომყევიო გაგახსენებენ ყველა დროს და ყველა მომენტს როცა შენ გაიფიქრე ღმერთზე და მაგრამ არ გაყევი ესმით გაგახსენდება ყველა მომენტი როცა შენ გაიფიქრე მაგრამ არ გაყევი ანუ ძალიან სერიოზული საქმეა ეს და არ დაგავიწყდეთ ეს და ჩაჯდა ნავში და გაყვნენ მისი მოწაფეები უფალს და ჰა საშინლად აღელდა ზღვა ჩვენ გადავდივართ ახლა ბუნების ძალებზე ვხედავთ ქრისტეს ძალაუფლებას საშინლად აღელდა ზღვა ისე რომ ტალღებით იფარებოდა ნავი მას კი ეძინა და მივიდნენ მისი მოწაფეები გააღვიძეს და უთხრეს უფალო ვიხსენი ვიღუპებით მიუგო მათ რამ შეგაშინათ ცირედ მორწმუნენო მერე წამოდგა შერისხა ქარებს და ზღვას და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი ხოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა ვინ არის იგი ქარების და ზღვაც რომ ემორჩილებიან ხო აქ არის უდიდესი სიმბოლო ნავისა როგორც ეკლესიის ხო ჩვენ ხოლმე ვიცით ნავი არის სარწმუნოების სიმბოლო ხო გოგობრად რომელიმე ეკლესიის კი არა ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოა ნავი და ქრისტეს ეძინაო ხო ნავში ღელვა მაგრამ მას ძინავს ეს რას განასახიერებს ხანდახან არის რომ აი ამ ღელვაში თითქოს ჩვენ ეჭვი შეგვეპარება ვეღარ გრძნობთ რომ უფალი არის ჩვენთან თუ ამ ბედის ტრიალს ვართ მინდობილები გახსოვდეთ რომ იქ არის უფალი და როცა თუ მოუხმობ მას უფალო გვიხსენი ვიღუპებით გვეუბნებიან აი თუ მოუხმობ ღმერთო მიხსენი დამეხმარე გადამარჩინე იმ დროს წამოდგება შერისხავს იმ ყელვას და ჩამოვარდება სიმყუდროველი სიმშვიდე ჩვენში აი ეს ნიშნავს რომ ჩვენს წმენაში უფალი იქ არის ყოველთვის და საჭიროა გვეხმარება აუცილებლად ცირედ მორწმუნეებო გაუჯარდა უფალი მათ არ რომ ის ეჭვი არის ცირედ მორწმუნეების ხანდახან თვისება ჩვენი და გვიჯავდება უფალი ამაზე ნუ შეეჭვდებით აქ არის ყოველთვის ღმერთი ჩვენთან და როცა მიაღწია მეორე ნაპირს აი სადავართ ახლა ნახეთ აი ამ ნაპირას არის ზუსტად აი იმ დრო გერასა და გადარა იყო აი ეს ქალაქები გადარა და გერასაც აქვე არის აი მეორე ნაპირზე აი გადავიდნენ კაპერნაუმიდან და მიადგნენ რომ წერია გერგესეველთა მხარეს 22-ვე მუხლი როცა მიაღწია მეორე ნაპირს გერგესეველთა მხარეს შემოხვდა ორი ეშმაკეული სამარხებიდან გამოსული ძალზე მძვინვარე და ისე რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას და ჰა შეჰყვირეს და თქვეს რა ჩვენ და შენ იესო ძე ღვთისაო ვადაზე ადრე მოსულ ხარ ჩვენ სატანჯველად ხოლო მათგან მოშორებით ბალახობდა ღორების დიდი კოლტი ხოლო ეშმაკნი ევედრებოდნენ მას და ეუბნებოდნენ თუ გაგვდევნი ნება მოგვეცი ღორების კოლტ შევერიოთო და უბრძანა მათ წადით და ისინი წავიდნენ და შეერივნენ ღორების კოლტს
და ამ მთელი კოლტი კბოდედან გადაეშვა ზღვაში და წყალში დაიმდგა. ხოლო მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და მოყვნენ ყველაფერს, რაც შემთხვევით ეშმაკეულებს და მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და როდესაც იხილეს იგი სთხოვეს აქაურობას გაეცალეო. მარკოზის მეხუთე თავში და ლუკას მერვე თავში მოდი მახარებლები იგივე ამბავს ვიყვებიან, იგივე ამბავს, ოღონდ ცოტა უფრო ცვლად და რა არის საინტერესო ჩვენთვის. ნახეთ, შემოხვდა მას ორი ეშმაკეული, დემონით შეპყრობილი ორი კაცი და წერს მათე რომ ძვირვარენი იყვნენ ძალიან, ბოროტი იყვნენ, ისე რომ ვერავინ ბედავდა იმ დღეზე გავლას. მეც არაფერს წერს, მაგრამ მარკოზი, ნახეთ უკვე უფრო ცვლად გვეუბნება. შემოხვდა უწმიდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელსაც სამყოფად სამარხი ჰქონდა, საფლავებში ცხოვრობდა, ჯაჭვითად არავის შეეძლო მისი დაბმა, ვინაიდან მრავალგზის შეეკრა ჯაჭვით და ბორკილებით დაედოთ, მაგრამ გლეჯდა ჯაჭვს და ამსხვრევდა ბორკილებს და ვერავის დაეოკებინა იგი. დღე და ღამე მთებსა და სამარხებში დაძრწოდა, ველურ ბუნებაში და საფლავებში დაძრწოდა, ღრიალებდა და ქვებს ახეთქებდაო თავს. ლუკასთანაც ცოტა ოდნავ განსხვავება საინტერესოა ლუკაც როგორ ამბობს ამ ყველაფერზე. ნახეთ, ვინ იყვნენ ეს დემონით შეპყრობილი ადამიანები და მიადგნენ გადარიალთა მხარეს და ხმელეთზე გადმოსულებს შემოხვდათ ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში აღარ ცხოვრობდა. ნახეთ, იქ ვარ აქწერია რომ შიშველი იყო, ტანსაცმელს არ იწმევდა. შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ სამარხებში. იესო რომ დაინახა, შეყვირა, მის წინაშე დაემხო და შეღაღა და რა მე და შენ იესო ძეო მაღალი ღვთისაო, გევედრები, ნუ მტანჯავ მე. ვინა წაგიკითხოთ ერთი მიშნაში როგორი განმარტება იყო, საერთოდ იუდაიზმში, ანუ ძველ აღთქმაში, მათ რაბინების განმარტებაში იყო სწავლება დემონების შესახებ. აი, როგორ უნდა შევიცნოთ დემონით არის შეპყრობილი ადამიანი თუ არა. ძალიან ჭკვიანი დაკვირვებაა და აი ეს სახარების ეს ადგილები ზუსტად ეთანხმება იმას, აი რასაც აქ აღწერენ მათე, მარკოზი და ლუკა. ნახეთ, ნიშანი დემონით შეპყრობილისა არის შემდეგი. როცა ვიღაცა სახლიდან გარბის, სახლში არ ცხოვრობდნენ, ხო წერია? სახლში ვერ ჩერდება, როცა ვიღაცა საფლავებში ათქევს ღამეს, როცა ვინმე ტანსაცმელს იხევს და არ იჩერებს ტანსაცმელზე, ტიტველი იყო, ხო წერია იმ დემონებზე, და როცა ის ანადგურებს იმას, რასაც მას აძლევენ. განადგურების სურვილით, აი მიაწვდი კურს და აგლეჭს და გადააგდებს. მიაწვდი ტანსაცმელს დახევს და გადააგდებს. და ზუსტად ჯაჭვით კრავდნენ და გლეჯდა, ხევდა და გარბოდა, ხო წერია მათზე. ასევე ქვებს ახეთქებდაო თავს, რომ თავის მოკლა უნდა. ნახეთ, სიკვდილის ეშმაკს რა უნდა ჩვენთვის? სიკვდილი, მეტი არაფერი არ უნდა. გეშმით, სატანის და ეშმაკის შთაგონების მოსმენა სულ მცირესიც, ამიტომ არ შეიძლება. ეშმაკს უნდა ჩვენი სიკვდილი, მეტი არაფერი. შეიძლება ჯერ ლამაზად დაგიხატოს ეს ყოველივე, საბოლოოდ ეშმაკს სულ შენი სიკვდილი. აი, თავს ახეთქებდა ქვებს, რომ მომკვდარიყო, მაგრამ ჯერ არ კვდებოდა, გესმით? აი ესეთ საშინელებაა დემონით შეპყრობილება. საბედნიეროდ იშვიათად ხდება ეს, რომ ბოლომდე შეიპყრობს დემონი ეშმაკი ადამიანს. მაგრამ უყურეთ, ეშმაკული გინახავთ ვინმეს? აი არ გინახავს, ხომ? იშვიათია ძალიან. არ ვიცი ჩვენ ეს საიდუმლოა, ეს დაფარულია ჩვენგან, აი რა ხდება, რომ ზოგიერთ ადამიანს ბოლომდე შეიპყრობს ბოროტი. არაგვერიოს შიზოფრენია და ფსიქიური დაავადება სხვა რამე. ეს სხვა რამე. ეპილეფსიაც სხვა რამე. ეს არის ტვინის დაავადება. არ შეიძლება ამის ერთმანეთში აღება. ეშმაკეული ვისაც უნახავს, მან ზუსტად იცის, რომ ეს სხვა რამეა, ეს არ არის სამედიცინო სფერო.
აგრესიულია და ბევრი სხვა ნიშანი აქვს იმას შენ ხედავ რომ სხვა რაღაც ლაპარაკობს სხვა რაღაცა იგრძნობა მისგან გესმით ანუ ხანდახან არის ხოლმე რომ ადამიანს შიზოფრენია აქვს მას წამალი ჭირდება სამეცინო და ლოცვებს უკითხავენ არ შეიძლება ამის გაკეთება ან ფსიქიური დაავადება აქვს ადამიანს და ფსიქიატრი ჭირდება მას რომ რაღაცა უმკურნალოს და კვეთებულის ლოცვას უკითხავენ არ შეიძლება ეს გესმით და ზუსტად ვიცოდეთ რას რა მკურნალობა ჭირდება ბატონო ხმაც სხვანაირი აქვს ხო ნუ სულ სხვანაირი ის გამოხატულება აქვს ამ დემონით შეპყრობილობას და ღმერთს შეუძლია ამის განკურნება ეს კვეთებულის ლოცვა ეკლესიამ იმიტომ შექმნა ზუსტად ეს რომ აი იმ დროს მხოლოდ ლოცვას შეუძლია და ღმერთს შეუძლია იმ ადამიანის განკურნება სხვას არაფერს და მადლობა ღმერთს რომ იშვიათად ხდება ეს და მაგრამ ნახეთ აი შთაგონება ბოროტის მარტო ეს კი ეშმაკეულობა მარტო ის კი არ არის რომ ჩვენ ბოლომდე გიჟები ვიჩაპრობილები ვართ სულ დემონი არა ეშმაკის შთაგონებას ვინც უჯერებს და იღებს თავის თავში ყველაფერი ამ გაგებით ჭყალებში შეპრობილობა თვითმკვლელობის მიზეზებიც უამრავი არსებობს თვითმკვლელობის არ შეიძლება თვითმკვლელობას ჩვენ შეპრობილობა უწოდოთ არ შეიძლება იმიტომ რომ ხანდახან დარდს ვერ უძლებს ადამიანი წუხარებას ვერ უძლებს დეპრესიას ვერ უძლებს სასოწარკვეთას ვერ უძლებს რაღაცები ხდებოდა ანუ ყველაფერს შეუძლებელია დავარქვათ შეპრობილობა მაგრამ მე რა სხვა რამეს ვამბობ რომ აი მაგალითად შეიძლება ეშმაკის შთაგონებას იჯერებ პირდაპირ შენ გარკვეულად ხო გიპყრობს ის შენ და გიმორჩილებს ხო ასეა აი მაგალითად შთაგაგონა ვიღაცამ რომ აი ის კაცი შენ ნაკვეთს გართმევს შთაგაგონა და შენ ეს მიიღე ეს აზრი და რომ უნდა გაანადგურო შენის რომ შენი მიწის ნაკვეთი არ ეს ვინ შთაგაგონა კაცის მოკლა ვინ შთაგაგონა მიწის გულისთვის ეშმაკმა რა თქმა უნდა სხვა რამ მიდიხარ და ამას ასრულებ მეტი შეპრობილება რა უნდა იყოს ხომ ასეა ბატონო კლავ ადამიანს რაღაცა მიწის გულისთვის მეტი შეპრობილება რა გვინდა ჩვენ აუცილებლად ვაყრილოდეს ეშმაკის ხმაზე თუ რა უნდა იყოს სხვა ამიტომ ყველაფერი რაც ღვთის მცნებებს ეწინააღმდეგება არის ეშმაკის შთაგონებით და ხილად უნდა ვიყოთ ჩვენს ფიქრებთან და ჩვენს აზრებთან კითხავები რა თქმა უნდა კითხავები აი ეს კითხავები როცა პირდაპირ კავშირში არიან დემონთან პირდაპირ და საშინელებაა და სავალალოა რომ მორწმუნეების ზოგიერთები მიდიან მათთან გესმით ის რასაც ისინი ამბობენ და ხშირად რასაც ისინი გვიწინასწარმეტყველებენ ჭალებში პირდაპირ კავშირშია დემონთან და ბოროტძავასთან ანუ არ შეიძლება ამის გაკეთება შელოცვები ჯადოები ათასი რაღაცები ხო ეს არის იმ უწმინდური ძალებისგან რაც არსებობს ნამდვილად ხო დაცემული ანგელოზებისგან რომელიც სწავლება ძველ აღთქმაშიც იყო და ჩვენც ვიცით რა არის მაგრამ ძველ აღთქმაშიც და ჩვენთანაც ჩვენ ვიცით ვის ვერ ეწინააღმდეგებიან დემონები ღმერთის მცნებებს ღმერთის საქმეებს და სიწმინდეებს რომელიც მოდის ღმერთისგან ამათ წინაშე დემონებს არავითარი ძალაუფლება არ აქვს არც ჩვენზე არ აქვს ძალაუფლება თქვენ ხოთ მოусმინეთ ნახეთ ევედრებოდნენ ეშმაკნიო რომ თუ გაგდევნი ამ ხალხის ამ კაცისგანო ნება მოგვეცი ღორებში მაინც შევიდეთო გესმით ერთი ადგილიდან მეორეში რომ შევიდნენ ნება მოგვეცი რომ შევიდეთ ღორებში ანუ როგორ იმის ეშმაკს უფლება არ აქვს შენში შემოვიდეს თუ შენ არ გაუხსენი მას შენი სული და შენი გონება პირად რა არის საინტერესო რომ დაინახეს ამ ადამიანებმა მათი ამბობს რომ ორნი იყვნენ ლუკა და მარკოზი ამბობენ რომ ერთი იყვნენ მაგრამ ორივე ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება ეს შეიძლება იყოს ერთი შეიძლება იყოს ორი დავარია რომ იქ იყო ის ეშმაკით შეპრობილი ადამიანი და ეს რომ გამოიქცნენ თვითონ ეს დემონით შეპრობილები და ადიდებენ ღმერთს თაყვანისცემა რას ნიშნავს რომ დაემხნენ მის წინაშე მუხლი მოიყარეს დაიჩოქეს და თაყვანისცეს და რას ეუბნება ნახე იესო ძეო ღვთისაო ვადაზე ადრე მოხვედი ჩვენ სატანჯველა ნახეთ რა შენ და ჩვენ ეს ქართულში ჩვენ არ გვესმის ეს აი ორიგინალური მნიშვნელობა ამ სიტყვების არის რა მოხდა რა მიზეზია ძეო ღვთისაო რომ უფრო ადრე მოხვედი ჩვენს დასასჯელად ანუ დემონებმა იციან მათი დასასრული
რომ მოვა დრო, როცა აუცილებლად დაიღუპებიან სამარადისოდ, ცეცხლის ტბაში, გიენაში და ეუბნებიან მოვარდნენ, თაყვანს სცემენ, იციან რომ თაყვანი უნდა სცენ და ეუბნებიან რა მოხდა, რა შეიცვალა, რა მიზეზია რომ უფრო ადრე მოხვედი. გესმით რა შეეუბნებიან? მეორე აი მარკოსთან და ლუკასთან მაგალითად აი ეს ქრისტე ამას რო უსმენს, ქრისტე პასუხს არ სცემს მათ ამ შეკითხვას. არამედ უბრძანაო მარკო ლუკასთან ასია შეღაღადა და უთხრა რა ჩვენ და შენ იესო ძეო მაღალი ღვთისაო გევედრები ნუმტანჯავ მე რადგან უბრძანა უწმინდურ სულს გამოსულიყო იმ კაცისგან. ერთადერთი რასაც ქრისტე ეუბნება მათ გამოდი მაგისგან და აღარ შეხვიდე მან. გესმით? აი ხანდახან ეს საშინელება ადამიანებს რო უყვართ კავშირის დამყარება იმ უწმინდურ ძალებთან. ხო არის ეს შავი მაგია? აი ეს სატანიზმიც ხო არსებობს? სატანის ეკლესიაც ხო არსებობს? საშინელებები ხდება, გესმით? ადამიანი იმდენად ინტერესიანია ადამიანი რომ ბედავს რომ მათთან შევიდეს საუბარში. ჩვენ ხედავთ რომ ძეღმერთიც კი მათ არაფერს არ ეუბნება. ეუბნება გამოდი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში. პავლე მოციქულითან არის აღწერილი მოციქულთა საქმეში მე-16 თავშია ეს, როდესაც პავლე და სილა მოდიან ფილიპოსი იყო ასეთი ქალაქი და აედევნება მათ აი კითხავი ქალი, თქვენ ვინც ახსენეთ. აედევნაო მათ ერთი პითონის სულით გვერის, ანუ ეს სატანის სულით შეპყრობილი ქალი, რომელიც მკითხაობდაო იმ ქალაქშიო და დიდ ფული შემოსდიოდა მის ოჯახს. აი როგორც დღეს ხდება, ხო? კითხავებს კარგი შემოსავალი აქვს და პავლე და სილა იქ რომ შევიდნენ და ნახა ხალხმა ასეთი ძალა მათი ხელიდან აღსრულებული სასწაულების, ეს დემონით შეპყრობილი ქალი აედევნაო მათო და ყვიროდაო, ესენი არიან უზენაესი ღმერთის ესენიო შვილებიო, რომლებიც ხსნის გზებს გასწავლიანო თქვენ. და პავლე უსმინა და შერისხა ბოლოს მობრუნდა და ღვთისმსახელი დაწყევდა, შერისხა, რომ და გავიდა ამ ქარიდან ეს სული. გესმით? აი, ზუსტად ნახოთ ეს ადგილი ძალიან საინტერესოა. ეხმიანება ჩვენს იმას მონაკვეთს, ნახეთ? შებრუნდა პავლე და უთხრა სულს იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან და გამოვიდა იმ წუთში. ხმალკი პავლემ კი არაფერი უთხრა. დაწყევდა პირდაპირ, ლოცვა თქვა, რომ იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოდი მაგისგან. და როცა დაინახეს მისმა ბატონებმა, რომ შემოსავლის იმედი გაუქრათ, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიათრიეს მთავრების წინაშე და სცემეს, რომ უთხრეს, რომ აი ქალაქს აჯანყებენ ესენიო სხვა სარწმუნოებს გვიოდაგებენ. ხედავთ, აი ეს ასგვასწავლის ეს მონაკვეთი, რომ არავითარი კონტაქტი, არავითარი მოსმენა, არავითარი დაჯერება არ შეიძლება ეშმაკის შთაგონების. ჩვენ რასაც უნდა უსმენდეთ არის რა? ღმერთი და მისი მცნებანი. სხვა ყველაფერი არის ძალიან საშიში. ძალიან საშიში. ანუ არ შეიძლება ამის გაკეთება. აი, იგივე კითხავებთან ჩვენ უკვე ვეხებით იმ ბოროტის რაღაცა მოქმედებას, როცა მკითხავთან შეხვალ და დაждები იმ სამკითხაო მაგიდასთან, იცოდე, რომ შენ კონტაქტში შედიხარ იმ ბოროტებასთან, რა ძალიან საშიშია და ძალიან ცუდია ადამიანისთვის. და ქრისტემ ნება გვიბოძე ღორების კოლს შევერიეთო და უბრძანა მათ წადით. და ისინი წავიდნენ და შეერივნენ ღორების კოლს. აი, ერთი ადგილი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც არ მინდა გამოგჩეს. და ლუკასთან არის ეს მერვე თავში, ნახეთ? ლუკას მერვე თავი. და კითხა იესო მას რა ქვია სახელად და მან მიუგო ლეგიონი, რადგან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში. რატო ეკითხება უკვე რა ქვია სახელი? რომ იუდეველთა შორის ეგზორციზმი, ხო, ჩვენ ეგზორციზმი რა არის? ბოროტი, აი კვეთებულის დროს არის ეგზორციზმი. რომ როცა უნდა ეკითხა სახელი ბოროტი ძალის, რა არის შენი სახელი? უთხრა ლეგიონი, შემდეგ უბრძანებდა რომ ლეგიონი უნდა გამოვიდეს მისგან და გამოდიოდა კურნებოდა. და
ევედრებოდნენ იესოს ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო. უფსკრულში დანთქმასო. უფსკრული რას გულისხმობენ უფსკრულს? ჯოჯოხე. უფსკრული ხევიდან რამე ხრამი კი არ არის. უფსკრულში დანთქმას ნუ გვიბრძანებო. მაგრამ უფსკრული ქართული სიტყვა ჯოჯოხეს ხომ არ ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით. უფსკრული შეიძლება იყოს თქვა რაღაცა დიდი ხევიც, ხო? ნახეთ და აქ წერია ბერძნულ ორიგინალში წერია აბისოს. აბისოს არის უფსკრული, აი სატანჯველი ადგილი, სადაც ბოლოს დაიჯება ეშმაკი. მე ხლა გაჩვენებთ თქვენ იოანეს გამოცხადებაში აპოკალიფსისის მე-20 თავს, როდესაც ეშმაკი საბოლოოდ შეკრული იქნება და საბოლოოდ შემდეგ ცოტა მალევე ცეცხლის ტბაში გეენაში განადგურდება, როგორ წერია და შეიპრო ურჩხული, ანუ ვიხილი ანგელოზი ჩაომავალი ზეწინო ქრისტეს მოსვლის შემდეგ ხდება ეს, მეორე მოსვლის შემდეგ მოსვლისას ხდება. ვიხილი ანგელოზი ჩაომავალი ზეწით, რომელსაც ქონდა გასაღები უფსკრულისა და ხელთეპყრა ჯაჭვი გრძელი და შეიპყრო ურჩხული გველი დასაბამის, ანუ სატანა. შეიპყრო იმ ანგელოზმა სატანა, ღმერთის ძალით, რომელიც არის ეშმაკი და სატანა და შეკრა იგი 1000 წლით და ჩააგდო იგი უფსკრულში და დახშა, კარი და დაბეჭდა იგი. აქაც ნახე, ჩააგდო იგი უფსკრულში აქაც. ანუ იქაც აბისოს, აქაც აბისოს. და აი ამ ეშმაკებმა იციან რომ აბისოში, უფსკრულში, ანუ სატანჯველშია მათი, ანუ ციხეში, ღმერთის ციხეშია მათი ადგილი, ამიტომ ემედრებიან უფსკრულში არ გვიბრძანო ჩასვლაო. ანუ ნუ დაგვი ბოლოს საჯერით ნუ დაგვიჟი და ღორებში მოგვეცი უფლება რომ შევიდეთო და წადით ბრძანა იესო, წავიდნენ შეერივნენ ღორებს, ეს ღორები გადაირივნენ როგორც ჩანს აი ამ მოვლენისგან შეშინდნენ ეს ღორები და გადაცვიდნენ კლდიდან და დაიხჩნენ ზღვაში. აი ამ ტბაში, ტბის პირას ხდებოდა ეს ყველაფერი. და აჰა მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და როდესაც იხილეს იგი სთხოვეს გაეცალეო წემსები სხვა ადგილებში ან პარალელურ ადგილებში წერია რომ წემსები იყვნენ ამ ღორების წემსები და რო იხილეს ეს მოვლენა გაიქცნენ ქალაქში და თქვენს რომ დიდი ზარალი ნახეს რომ ალბათ ასობით ღორი დაეხოცათ და მოვიდნენ და უთხრეს რომ წადი აქედან და მოდის იქიდან უფალი ჯდება ნავში და ისევ გადმოსურავს და შევა კაპერნაუმში თავის ქალაქში. კიდევ ერთხელ დღეს რომ წავიკითხეთ გახსოვთ სახარება სამარიტელი ქალის, ვინც არ მოისმინა მათთვის მინდა ეს იყოს, რომ სამარიელებთან როცა შევიდა უფალი და ამ ქალს ესაუბრა, ამ ქალმა თავისი სოფლელები მოიყვანა, ხომ? და რომ მოусმინეს უფალს, უთხრეს დარჩი ჩვენთან კიდევ. და კიდევ 2 დღე დარჩა უფალი იქ და კიდე ესაუბრებოდა უხსნიდა, განუმარტავ და ალბათ სასწაულების აღასრულა იქ, განკურნა და უამრავი ადამიანი მოიქცაო. რატომ? რა იყო განსხვავება აი ამ გერგესეველთა და სამარიელებს შორის განსხვავება რა იყო? ამა და ამათ შორის. ეს სამარიელები აქ იყვნენ. გერგესეველები რა იყო განსხვავება? ამათმა რატო იწამეს და რატო უთხრეს დარჩიო? იმიტომ რომ მოსეს 5 წიგნი, მოსეს რჯული ქონდათ მათ. სამარიელებს თორა ქონდათ, ოდნავ შეცვალეს, ოდნავ რაღაცები მიუმატეს, მაგრამ ქონდათ და ანუ მოსეს პირველი 5 წიგნი ქრისტეზე ლაპარაკობს, გესმით? აი, უკვე ბიბლიის პირველ 5 წიგნში ქრისტეზეა, მის მოსვლაზე ლაპარაკი და სამარიელები ელოდებოდნენ მის მოსვლას, ამიტომაც რომ დაინახეს, იცნეს და უთხრეს დარჩი. ესენი ეს ღორების წემსები, გადარივლები და გეგესეველები მათთვის აბსოლუტურად უცხოა ეს ქრისტე ვინ არის წარმოდგენა არ აქვს არ უნდათ არ იციან და ამიტომაც რომ ნახეს ეს რომ ღორები დაეხოცათ უნებიან წადი ჩვენგან ნუ დარჩები აქ და მოდის იქიდან უფალი ამიტომ ეს კიდევ ერთხელ გვასწავლის რას მარტო მოსეს 5 წიგნიც კი პირველი ბიბლიის შენ აუცილებლად გაპოვინებს ქრისტეს ხო ასე ამბობს ვინც უსმენს მამა ღმერთს და სწავლობს მისგან აუცილებლად მოვა ჩემთან ამბობს იესო ქრისტე ანუ ვინც უსმენს თორას ჯულს ის იპოვის იესო ქრისტეს ახალ აღთქმაში აი ეს არის მერვე თავისა და ჩანს ის ძალაუფლება რაც მას ჰქონდა ღმერთისგან როგორ მანიფესტაციას ახდენს უკვე ხალხში მის დიდებულ საქმეებში ნახეთ ეს არის
ყოველთვის ასე. ქრისტე რასაც ამბობს თეორიულად, აუცილებლად საქმით ამოწმებს იმას, ხო? გახსოვთ ბოლოს, როდესაც ეუბნებიან ფარისევლები და მწიგნობრები, რა სასწაულს გვიჩვენებ, რომ ვიწამოთ, რომ შენ ხარ ქრისტეო? რას ეუბნება უფალი? მემრუშე და უკეთური მოდგმა სასწაულს ეძებს, მაგრამ არ მიეცემა მათ სასწაული გარდა იონას წინასწარმეტყველის სასწაულს. ანუ იმათაც კი ეუბნება, რომ გაჩვენეთ თქვენ სასწაულს. გესმით? იმ წუთში კი არ ახსოვებს, რომ იონა წინასწარმეტყველის სასწაული რა არის? იონა ხომ ვეშაპმა გადაყლაპა და 3 დღე ვეშაპის მუცელში იყო და ბოლოს გადარჩა სიცოცხლე, ხო? ანუ 3 დღე იყო უფალი მიწაშიც და აღდგა მესამე დღეს და მათაც კი მათ მტრებსაც კი როცა ასწავლის ეუბნება სასწაულს ითხოვთ ჩემი ქრისტეობის დასამტკიცებლად, ხო? ერთადერთ სასწაულს გაჩვენებთ კიდევ იონა წინასწარმეტყველის, ანუ აღდგომის სასწაულს გაჩვენებთ კიდევ. ამიტომ ასეთი ქრისტე რატო აკეთებს ამას უფალი? იმიტომ რომ მან იცის რომ ასეთები ვართ ადამიანები, სასწაული გჭირდება. სასწაული გჭირდება, ოღონდ ეს სასწაული იმიტომ უნდა ხდებოდეს, რომ რწმენა გაგვიმტკიცოს. გესმით? სასწაული სანახაობის გამო კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ რწმენა რომ განამტკიცოს ჩვენი. მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ აი ძლევამოსილება უფლის ძალაუფლება ამაში მდგომარეობს, რომ სასწაული ამოწმებს თავის სიტყვას და თავის ცნებებს და თავის რჯულს. ითქვა ხო არ აქვს იმეს? აბა? აბა? ისრაელს კი? კი, მათაც სწამდათ ესე. აი მაგალითად ძველად მოსეს რჯულში არის რომ მოკვდა აბრაამი და შეერთო თავის ხალხს. ანუ შეერთო თავის ხალხს. ასევე მათ წინასწარმეტყველთა წიგნებში იყო ნათქვამი ეს, რომ აი მაგ წინასწარმეტყველს ეზეკიელს ეუბნება, ეზეკიელი წერს, რომ გამიყვანა უფლის სულმაო და დამაყენა მინდორზეო, სადაც ძვლებით იყო მოფენილიო. ეს მინდორიო და მეუბნება რომ კაცის შვილო, ადამიანის შვილო, მეუბნებაო, როგორ გონია გაცოცხლებიან ესენიო, აქ ვინც არის ძვლები. ძვლები რა არის? სასაფლაო, ხო? გაცოცხლებიან და ეუბნება რომ გაცოცხლებიან. ეს ძვლები ბოლო დღეს ყველა შეისხავს ხორცს, სხეულს და იქ გაცოცხლება. ანუ მეორე მათ დასასრულს, ბოლო დღეს, აი მესინი ამას ბოლო დღეს ეძახდა, ბოლო დღეს რომ აღდგება მკვდრეთით ადამიანი, მათ ეს სწამდა. კი, ძველათმაში იყო ეს რწმენა. გარდა პატარა დაჯგუფების, მაგალითად სადუკეველები იყვნენ ერთ-ერთი მიმართულება იუდაიზმში, იმათ არ სწამდა. მათ ისინი არც ფიქრობდნენ ამაზე და ამბობდნენ რომ არა, მკვდრეთ ამბობ არ არსებობს. მკვდება ადამიანი და მკვდება. მაგრამ ძირითადად აი ფარისევლები იყვნენ უმრავლესობა. აი ჩვენ ეს ვიცოდეთ, იუდაიზმში ფარისევლები იყვნენ ძლიერი პარტია რა გაგებით, იცით რომ ხალხში უმრავლესობა ფარისევლები იყვნენ. ხალხთან სადუკევლები იყვნენ აი ბიუროკრატიული ძლიერი პარტია, ბიუროკრატიული რა გაგებით, რომ ტაძარი მათი იყო. აი საქმოსნური რაღაცები იყო სადუკეველების და ისინი ყველაზე კარგად ყველაზე დიდრები იყვნენ. თეოლოგია მაინც და მაინც მათ არ აინტერესებდა ეს, მაგრამ აი ეს საქმოსნები იყვნენ, დიდრები იყვნენ ძალიან, მაგრამ ფარისევლები იყვნენ ხალხის პარტია და ხალხს ესენი ასწავლდნენ ყველა სოფელში, ყველა ქალაქში, ყველგან სინაგოგა იყო, სკოლა იყო, ბავშვთა ესენი იყვნენ, სკოლები იყვნენ და ესენი ფარისევლების ქვეშ იყო ყველაფერი. გასიმ დამდო ფარისევლებს სწამდათ ეს, რომ ბოლო დღეს აღდგეს ადამიანი და მარადიულად ცოცხლოს ეს კი. იქიდან მოდის ეს. და ბახან შეხება იმიტომ იყო გაუწმინდორების მიზეზი, რომ სიკვდილი არის ცოდვის შედეგი. აი ამით. და მკვდარი როცა წევს ადამიანი, ებრაელმა იცოდა რომ იმიტომ რომ ჩვენ შევცოდეთ, იმიტომ კვდებით. ამიტომ ეს მკვდარი არის შეცოდების შედეგი და ამიტომ ვინც მას შეიძლება თქოს ცოდვას ეხებაო თითქოს. აი ამიტომ იყო ეს. დიდება ღმერთს, მადლობა ყველას და შემდეგ ვირას გავაგზავნებთ.